საღამომშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და მეცხრე არხის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ დიალოგი მე რუსუდან ერთი წელი გავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან, როგორ აფასებენ ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და თავად ადგილობრივი მთავრობა ახალი ხელისუფლების საქმიანობას, ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. ჩვენი ტელეფონის ნომერია 220901, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა. ჩვენთან სტუდიაში არიან ბატონი გიორგი კოპაძე, ქალაქ ახალციხის მერი, ბატონი ზაზა თამარაშვილი, ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე, ჩვენთან არის ქალბატონი თამარ გოგოლაძე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ჯიმშელ გოგოლაური, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის რეგიონული კოორდინატორი, ზურა სადათიერაშვილი, ახალციხის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბატონი გოჩა ათოშვილი, საქართველოს ძალოვანთა, ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი, ბატონი ირაკლი ბარძიმაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგა, ქალბატონი ნინო ლომიძე, ვორდვიჟენის სამხარო განვითარების პროგრამის მენეჯერი. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა ყველა სტუდიაში მობრძანებისთვის, ბატონ გია, თავდაპირველად თქვენგან დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენი მერობის ერთ წელს? დიდი მადლობა, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეხლა ესე ორი სიტყვით ჩვენი მოწვევის შეფასება, მე შევალუზებდი დადებითად. თქვენ რაც გქონდათ დაახლოებით, როგორც გქონდათ წარმოდგენილი, აი ერთ წელში რა საკითხებიც უნდა მოგეგვარებინათ, რა პრობლემებიც უნდა გადაგეჭრათ. ეს თქვენი გეგმა, ასე ვთქვათ, განახორციელეთ თუ რამდენად მაყოფილი ხართ, რამდენად ეფექტური? ჯერ ეს წელი არ დამთავრებულა და ჩვენ გათვლილება საერთოდ ჩემი საარჩევნო პერიოდიც და მე ვაპირებ, რომ ის რასაც ვთქვათ, პირდებოდი და რასაც ის გაკეთებასაც ვაპირებ, ამ პერიოდზეა მთლიანად გათვლილი. ნაწილი გავაკეთეთ, ნაწილი გაკეთდება და ასე იქნება. საბოლოო ჯამში თქვენ კმაყოფილი ხართ და თვლით, რომ ეფექტურად იმუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი. რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებიც ჩვენ მობილიზაცია გავაკეთეთ და ამყარეთ, ზუსტად იქითკენ წარიმართა, რომ ხალხის კეთილმოწყობობას მოხმარებოდა. კი ბატონო, ამ თანხებზე და ამ მიმართულებებზე მოგვიანებით ვისაუბრეთ, ბატონ ზაზა, თქვენ ზოგადად რომ შეახსნათ ეს ერთი წელი, თქვენი მიმართულებით რა სფეროს, ასე ვთქვათ, თქვენ გაქვთ ჩაბარებული? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მეც რა თქმა უნდა დადებითად შევაფასებ იქ გავლილ პერიოდს, რაც ჩვენ გავატარეთ მერიაში. თავარია იგრძნობა ის ტენდენციები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რაც არის თავშოთ კულტურის კუთხით, რაც არის სპორტის კუთხით, რაც არის სოციალური დახმარების კუთხით, რაც არის სხვადასხვა პროგრამების განხორციელების კუთხით. და აქ შეიძლება ციფრობრივადაც ვისაუბროთ, თუ რამდენი გაიზარდა დაფინანსება, რამდენი პროექტი მოემატა, რამდენი მეტად ყურადღება მივაქციეთ ჩვენ მოსახლეობას, რამდენი სოციალური პროექტი განხორციელდა და ასე შემდეგ. გასაგებია, ამ დეტალებზე აუცილებლად გადავალთ შემდეგ კონკრეტულ სფეროებზე. ქალბატონ თამარ, მოკლედ თქვენც რომ შეგვიფასოთ ეს ერთი წელი, თქვენ მანამდეც ასე ვთქვათ, იყავით საკრებულოს წევრი. გამგებლის მოადგილე, დიახ, მთავრობაში იყავით, შემდეგ გახდით საკრებულოს წევრი. აი რომ შეაფასოთ. გამგებლების ბოლო ერთ წელს გულისხმობ, როცა უკვე საკრებულოს წევრის მანდატი მოგანიჭეთ. თვისობრივად ძალიან განსხვავდებოდა, ბუნებრივია ეს პერიოდი ერთმანეთისგან. მე ვაფასებ დადებითად, იმიტომ რომ ჩვენ მცდელობა და შრომა არ დაგვიკლია. აბსოლუტურად რა პროექტებიც მოსასწრები იყო ამ და რისი საშუალებაც იყო რა თანხის მიხედვით. ის ყველა პროექტი განხორციელდა, თუ რამე შეფერხება იყო ეს ტექნიკური შეფერხება გამოიწვია რაღაცის დაგვიანება. ამიტომ მთელი ძალისხმევა გადასული იყო, რომ ეს პროექტები განხორციელებულიყო. როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებს ვიძლევით, ბუნებრივია, ხო? იქ ყველაფერი დროზე არ არის გათვლილი და თქვენ იცით, რომ მე არ მიჭირს ხოლმე ამაზე პასუხი, როცა ვიღაცამ ხვდება, რომ ეს შეგვერდით, მე უკონკრეტებ ჩვეულებრივად და არ ვარ ახლა აქ მოფერების რეჟიმზე გადასული, მაგრამ თქვენ თვითონაც კარგად ხედავს და მოსახლეობა კარგად ხედავს, რამდენი ქუჩა გაკეთდა, ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, კიდევ ხორციელდება, ზოგი განხორციელების პერიოდშია. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს აი ძალიან შრომატევადი იყო. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ. ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება უკეთდებოდეს ამას გამოხმაურება. არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო, აი რაზეც ქვია, გაჟღერება ამ საკითხების, რომ უკეთესად გაჟღერდეს, რომ დაინახოს მოსახლეობამ, რაც გაკეთდა, მოსახლეობა ხედავს, ბუნებრივია იქ, სადაც გაკეთდა. შეიძლება დაუშვათ ეს ქუჩა უფრო ადრე გაკეთდა, მეორე ქუჩა შემდეგ გაკეთდება. თქვენც იცით, რომ ერთ დღეში არაფერი არ გაკეთდება. აი თქვენ ქალბატონ თამარ წარმატებულ
პროექტად, ასე ვთქვათ. თქვენ უფრო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი წარმატებული საკითხი. მარტო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ ავთვლი. ჯერ ერთი პირდაპირ უნდა დავიწყო აი ზარძმელის ქუჩიდან, ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი, მარტო ინფრასტრუქტურა არ არის. დღეს იმ მოსახლეობას შევხვდით, ვედაბატონი ქალაქის მერი და ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ არ გვეჯერაო, რომ ეს ქუჩა გაკეთდებოდა, არ გვჯეროდაო, სანამ არ დავინახეთო. ამიტომ ეს ვთვლი, რომ წარმატებული არ გქონდა. ყველაზე მეტად წარმატებული იცით რა არის? ჯერ ერთი თქვენ კარგად იცით, მე მთელი 10 წელი ვიყავი ოპოზიციაში და ადამიანებს აზრის გამოთქმა უჭირდათ. ხო ასე არა? დღეს ახლა ხელისუფლებას გვანძღავენ კიდეც ქუჩას შეუძლია დადგეს და ანუ ძალიან დიდი წარმატება არის, მე ვთვლი ამ ხელისუფლების, როდესაც არის სიტყვის თავისუფლება და ადამიანები თავის აზრს შეიძლება მე ვთვლი, რომ არაობიექტურს, მაგრამ იმ თავის აზრს აფიქსირებენ და ამისთვის მათ შიში არ აქვთ, რომ ვიღაცა სადღაც ჩასვამენ ან რაღაცა მოუვათ. ეს ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა? ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურება არ არის, მაგრამ მთლიანი ხელისუფლება რისგან შედგება, ხო? ადგილობრივი ყველა ხელისუფლებას ამაში ყველა ადგილობრივს, ყველა ადამიანს, არა თუ ერთ ხელისუფლებას, არამედ ყველა ადამიანს ამ ხელისუფლებაში ამ საქმეში აქვს წვლილი შეტანილი. ბუნებრივია, გარდა ამისა, ახლა კულტურულ პროექტებზე შეიძლება ითქვას, მე არ წამომიღია პროექტების ცხრილი, თქვენ დღეს მე დამირეკეთ. თუ საჭიროა ამაზე ერთ გადაცემაში მოვალ, ნამდვილად იმ წარმატებულ პროექტებს მოვიტანოთ და ცალკე ვისაუბროთ ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება კულტურული, მიდგომები არის ძალიან განსხვავებული, ძალიან საინტერესო. უფრო გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის. მიდგომები გაინტერესებთ, განსხვავებული დაუშვათ კულტურული პროექტების? თუნდაც რომელი პროექტების? ნებისმიერი, ანუ თქვენ თქვით რომ განსხვავებული გაქვთ მიდგომები და აი რაში გამოიხატება? ყველაფერში განსხვავდება აბსოლუტურად. ჯერ ერთი თავისუფლება აზრის გამოხატვის. მეორე იმ კულტურულ პროექტში მონაწილეობის ხარისხი. თუნდაც აი ახალგაზრდობის თქვენ თუ ესწრებით იმ პროექტებს, ხო? მე მაგალითად თქვენ კარგად იცით ელემენტარულად ნებისმიერ ღონისძიებაზე მაქვს ლაპარაკი, ყველგან დავდიოდი აბსოლუტურად, ხო? გამგებლის მოადგილეობის დროსაც. მაგრამ ასევე მინდა ვახსენოთ, ასევე აი საკრებულოს ხდომები. მე ვესწრებოდი ყველა საკრებულოს ხდომას თითქმის, სადაც ესეთი დახურული არ იყო. ვესწრებოდი ოპოზიციაშიც ამ საკრებულოს ხდომებს და თქვენ მე მგონი ხედავთ ტელევიზია იღებთ, როგორი ხმაურიანის ხდომებია ეს და როგორი სიჩუმე იყო ხოლმე ზოგიერთ ხდომაზე. ეგეც გახსოვთ ძალიან კარგად. ამას ვთვლი, მე მიდგომებში გესმით რა ხდება. თავისუფლების ხარისხი ადამიანების, აი ელემენტარული კონცერტი ავიღოთ, ელემენტარული კონცერტი, იქაც კი მე ახლა დავინახე, ახლა რო იყო მე თვითონ ვიყავი გაკვირვებული, რაღაც თავისუფლების ხარისხი მეტი ქონდათ ახალგაზრდობას, იმიტომ რომ საერთო ჯამში, აი ის ცენტრიდან დაწყებული ხელისუფლების ეს თავისუფლება მიცემული, უკვე ადამიანებზე ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, ამიტომ მიდგომა ყველაფერში აისახება შემდეგ განსხვავება და კიდევ ვამბობ, ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ ცალკე შეიძლება იყოს ამაზე გადაცემა და დაწვრილებით ვილაპარაკოთ, რომ უკეთ გაერკვოს მოსახლეობა. მე შემიძლია კონკრეტული ფაქტებით ვისაუბრო. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონ ჯიმშერ, თუ შეიძლება თქვენ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ და კრიტიკულად აფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას. თქვენ რამე მოგეწონათ ამ 1 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების გაკეთებული? მოგესალმებით, მიესალმებით ტელემაყურებელს. ფაქტიურად ამ 1 წელიწადის განმავლობაში რაც გაკეთდა თუ არ გაკეთდა, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი არ გაკეთებულა თითქმის იმ ყველა დაპირებიდან, რასაც ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში წინა საარჩევნო კომპანიაში გვპირდებოდნენ. ბატონ ჯიმშერ, უკაცრავად გაწყვეტინებთ, აი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობენ, სიტყვის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები. თქვენ ამას არ თვლით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საქმედ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შესრულებულ? ეხლა ეს ჯერ ერთი ადგილობრივი ხელისუფლების ის არ არის პრეროგატივა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლებისა და მადლობა ბიძინას. მილიონჯერ და მილიარდჯერ უთხრა ქართულმა მოსახლეობამ, რომ დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამოგვასუნთქეთ და შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ და გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმ დაპირებებს, რასაც მოსახლეობას პირდებოდნენ, ესე უხვად და ბაქი-ბუქვიობდნენ, დღეს ფაქტიურად არაფერი არ არის გაკეთებული. ამაზე მე შემიძლია ქვეყანა მაგალითები მოვიყვანო, მაგრამ ძალიან ბევრ დროს წაგვართმევს, რაც შეგვიძლია ცალკე დავჯდეთ, მოვიწვიოთ კონკრეტულად
ბატონი მერიც, მოადგილეებიც ასევე საკრებულოდან და ვისაუბროთ. ეხლა მარტო მე რო ვისაუბრო, მე მგონი უხერხული ციგნად ყველას მაგურად ვერ ვისაუბრებ, ხო? და დროს დავართ მე. მე მაგალითად ერთ პატარა მაგალითს გეტყვით რა. შოთა რუსთაველის ძეგლის წინ არის პატარა ფონტანი. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. ერთი მიდით გადაიღეთ, თქვენ კაი ხალხო, რა ხდება? ანტისანიტარია ჭუჭყით არის სავსე რა. ელემენტარულად სირცხვილი ეს ვერ გაუწმენდიათ ესენი რის გამკეთებლები არიან და რას გააკეთებენ ერთი მითხარით რა. კი ბატონო, გასაგებია. აპირდებიან ხალხს, ესე იგი, საუბარი საუბრად დარჩა, ფაქტიურად არაფერი არ კეთდება ხალხის კეთილდღეობისათვის. კი ბატონო, ბატონჯერ, თუმცა ქარხნები, ფაბრიკები, ის სპორტსკოლები, დახურული ბასეინები, ბატონჯიმშერ, უნივერსიტეტის ბატონო, ეხლა აღნიშნა, სწორედ რომ ეს გათვლილია ჩემი მერობის პერიოდზე, ანუ ეს ყველაფერი თქვენ ყველას კარგად გახსოვთ 2014 წლის თუ არ ვცდები, ოქტომბრის თვეში ბრძანდებოდა ბატონი მერი აქ თქვენთან სტუდიაში და შეგიძლიათ ამოიღოთ, გადახედოთ თქვენ სიუჟეტებს, როგორ დაგვირდათ და თქვა, რომ 2015 წელს უნდა დამთავრებულიყო ძალიან ბევრი პროექტები მაქვს. ფაქტიურად დაწყებულიც არის. აუცილებლად, დიახ, მიზეზებს ვკითხავთ. მადლობა. დიახ, ბატონო ჯიმშერ, დაგიბრუნდებით აუცილებლად. დიდი ხანია მაყურებელი გველოდება, ვუპასუხოთ და განვაგრძოთ საუბარი. საომშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. შეგიძლიათ დასვათ კითხვა. კარგი, იმედია დაგვიკავშირდება მაყურებელი. ზურა სადათიერაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ზურა, თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ერთ წელს? ზოგადად თვითმმართველობის საქმიანობაში ცოტა საუბარი ძნელია ქალაქის მერიაზე, იმიტომ რომ პრინციპში რაც კეთდება ეს პროექტები არ არის მხოლოდ მათი, ასე ვთქვათ, დამსახურება და ესენი წინაწლით ბევრი იგივე ინფრასტრუქტურული პროექტი წინაწლებიდან გაწერილი იყო. ეხლა რაც შეეხება ქალბატონი თამარის თავისუფლება ადამიანში შინაგანი გრძნობაა და მე რამდენადაც მახსოვს 2012 წლამდე ბევრი თავისუფლებას აკრიტიკებდა იმ მთავრობას და დღესაც არავინ არ ასე ვთქვათ შეიზღუდება ამ მიმართებით. ეხლა თავისუფლებას შემდეგ რაც შეეხება, ეხლა ზოგადად ის რომ ქალაქში საკმაოდ ბევრი პრობლემაა სწორედ მაგ თავისუფლების მხრივ და ადამიანები თუ დააკვირდებით ხშირად წითელზე, შუქნიშანზე ლამაზად იპარებიან, ასე ვთქვათ, არაჩერებენ და ასე შემდეგ, ეგეც ამ თავისუფლების მოტანილი ალბათ, ანუ ვიღაცების ხელშეუხებლობის. ხო, რაც შეეხება ეხლა ისევ ბატონი გიას პროგრამას, ეს თვითონაც აღნიშნა და მეც ალბათ დავეთანხმები, მას კიდევ აქვს, ასე ვთქვათ, 2 წელიწადი და ნუ იმ 2 წლის შემდეგაც შეიძლება საუბარი რა გაკეთდა და ვისაუბრებთ აუცილებლად, დიახ. ხო, არ შეიძლება ესე ცალსახად ამ წუთში და ამ მომენტში გადავჭრათ. თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ ერთ წელში შეძლო თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე გააკეთა? კი, რა თქმა უნდა. აი რა მიმართულებით? აი იცით როგორი სიტუაციაა ჩემი გადმოსახედიდან, ჯერ ერთი ის ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ამ ქალაქში გაიზარდა და ლამის გაორმაგდა წინაწლებთან შედარებით, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო დაჩქარებული ტემპით ხშირად ზამთარს იმიზეზებენ, ასე ვთქვათ, კაც ზამთარს, რომელიც რეალურად წერს არ ყოფილა და ასე შემდეგ. რაც შესაძლებელია უფრო სწრაფად ყველაფრის კეთება. პლუს ამას თუ დააკვირდებით, ჩვენ ქალაქს წინაწლებთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია ტურისტების ნაკადი. და ეს პრობლემაც მისახედია, იმიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ, ასე ვთქვათ, ქმედებებს ქალაქის მხრიდან რომ იქნას მოზიდულია. აი როგორ უნდა მოიზიდოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ? თქვენ როგორი ხედავთ? ძალიან მარტივად ეს იგივე სარეკლამო რგოლებით, იგივე ფლაიერებით, იგივე შესაძლებელია ასე ვთქვათ ტურისტულ სააგენტოებთან უფრო ინტენსიური მუშაობა და ასე შემდეგ. გასაგებია. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონი გოჩა ათოშვილი. საღამომშვიდობისა ბატონ გოჩა, მაგრამ ბოდიში თუ შეიძლება მე შემდეგ განვაგრძოთ საუბარი, მაყურებელი გვიკავშირდება. საღამომშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ზარზმელის ქუჩაზე დაიდგება ურნები? ზარზმელის ქუჩაზე? კი. გასაგებია, დიდი მადლობა კითხვისთვის. ბატონ გია ვუპასუხოთ და შემდეგ ისევ განვაგრძოთ. დიახ, გუშინ ზუსტად საკრებულო მიიღო ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ და 55,000 ლარი გამოიყო ურნებზე, სკამებზე,
სხვადასხვა სკვერებში დასადგმელებზე, პატარა ურნებზე და ასე შემდეგ 55,000 ლარი, რომელიც საკმაოდ აი ეს რაც აქვს ახლა დეფიციტი ამასთან დაკავშირებით, ზარზმელის ქუჩაზე დაიდგმება, აუცილებლად მე დღეს ვიყავი და სულად უთხარი. მარტო ურნები კი არ დაიდგმება, აი გამოიყო უკვე ადამიანები, რომლებიც დაასუფთავებენ, ორი ადამიანი უკვე დამგველების სპეციალურად გვიანი ახალდაგებულ ასვალს და ულიან იქაურობას, რაზეც თვითონ აღნიშნეს მოსახლეობა, რომ ძალიან მოსაწონია და არ ელოდებოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. მე მინდა ვთქვა ტურისტებთან დაკავშირებით. დიახ, ბატონო, გიან მოკლედ და დიახ, ძალიან მოკლედ ვიტყვი. ჩვენ წინა წელთან შედარებით შემოსავალმა ბევრად იმატა, მაგალითად ჩვენი ამ დროს ბარომეტრი არის ახალციხის რაბათის ციხე და მისი დამთვალიერებლები. ალბათ ახალციხეში არ შემოდის ტურისტი, რომელიც არ ათვალიერებს ამას, ამ ობიექტს. და ზუსტად იქ ყველა წელთან მონაცემებით დაკავშირებით შემოსავალმა ბევრად იმატა და დამთვალიერებაც არა, როგორ გაიზარდა? გაიზარდა გადასახადი. რომელი გადასახადი? უცხოელებზე გაიზარდა 2 ლარი. დიახ, გაიზარდა. ხო და ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. ახლა ის 2 ლარი 10,000 და 20,000 ლარით ჭარბობას ვერ მიცემდა რა ნამდვილად. თქვენ თვითონ რომ გაიზარდა ტურისტებს. რა თქმა უნდა, გაიზარდა და შემოდის და კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა შეიძლება აღარ შემოდის თქვა პოლონელი, ან ვიღაც ჰოლანდიელი, მაგრამ შემოდის სხვა ქვეყნებიდან და ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის. და ჩვენ მივესალმებით ასე მე მაკრიტიკებდნენ რომ აი ციხეს საკრებულომ შემოსავალი 2000-მდე დაუყოვნეს სუბსიდია. აი ზუსტად იქ რომ აი ზუსტად ეხლა გამოჩნდა ის რომ ციხეზე თავის შემოსავლები უკვე ჭარბად შემოდის და საკმაოდ ბევრ მათ პრობლემებს ხარ და კიდეც ინახავენ უკვე თანხებს შემდგომი თვეებისთვის, როცა ალბათ სეზონი არ იქნება და ეყოფათ თანხები. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი ხანია მაყურებელი გვიგველდება, კიდევ ერთ მაყურებელს უპასუხოთ და ბატონ გოჩა შემდეგ თქვენით განვაგრძოთ. საღამომშვიდობისა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვათ კითხვა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დროს ვერ დავკარგავთ სამწუხაროდ, ბატონ გოჩა გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემოყურებელს. ეხლა მე შევაფასებ, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი არიან საკრებულის წევრები, რომლებიც უშუალო კონტაქტში არიან და ზუსტად იციან, რომ რაზეა გაწერილი ბიუჯეტი და როგორ მიდის ამ ბიუჯეტის შესრულება. მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ მე ვფიქრობ, რომ არც ერთ პერიოდში მე რაც თავი მახსოვს, ასეთი ღარიბი მოსახლეობა არ ყოფილა. ჩვენ ვილაპარაკობთ ინფრასტრუქტურაზე, პროექტებზე. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ანუ ხალხმა იმ პროექტის დამთავრების შემდეგ რაღაც შეობა უნდა იგზნოს. რა პროექტიში იყოს? შეიძლება რა პროექტი იყოს? აი, თუნდაც ახლა თვალში მოსახვედრია. განათება, ეს პრიორიტეტი ვინ გასაზღვრა, რომ შეცვლილი იყო განათება. ელემენტარულად ეს ჩემთვის, რა ვიცი, მიუღებელია, იმიტომ რომ არ ვიცი რა ხდება ეს პროექტი, მაგრამ იყო მშვენიერი განათების ისინი, ალბათ უფრო პრიორიტეტული სხვა რაღაცებია კიდე, რომ ხალხს რაღაცას წაადგეს ეს პროექტი. ამ განათების გამოცვლით რა შეიცვლებოდა მე ვერ მივხვდი. ელემენტარულად ვერ მივხვდი. უპასუხებ შეიძლება? დაამთავრეთ ბატონ გოჩა? კი ბატონო. მათ ზუსტად გას მე ბევრჯერ აღვნიშნე გოჩა მაგის შესახებ, რატო ვცვლით ამას. უზარმაზარი თანხები მიდის ელექტრომენერგიაზე და მომსახურებაზე. ის ახლა რაც ხდება, ლედნათურები ყენდება. ძალიან 54%-ით შეაცირებს ხარჯს ამასთან დაკავშირებულს და ელექტრომენერგიების და თანხებს დავზოგავთ და ეს თანხები წავა. მე ახლა სილამაზეზე ალბათ მე და შენ ცოტა სხვანაირი წარმოდგენები გვაქვს. თუ ის ბოძები და ეს ბოძები ერთნაირი სილამაზის არის, აქ სილამაზე ძალიან მეტყვის. არა, შენ წეხან თქვი აღნიშნე რომ სილამაზეზე იყო ლაპარაკი. ძალიან ლამაზი ბოძები ყენდება, ზუსტად რომ მოუხდება ჩვენ ქალაქს და საერთოდ ახლა ამ ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ლაპარაკია განათების სისტემაზე, ეს არის ქალაქის კბილები. უხშობთ რომ ვთქვა და კბილები უნდა კონდეს ახალციხის ლამაზი, იმიტომ რომ ტურისტიც ბევრი. ნამდვილად ბატონო, თუმცა ბატონო გოჩამ აღნიშნა რომ უბრალოდ არ იდგა ამის აი ძალიან აუცილებლობა, უფრო მნიშვნელოვანი პროექტები არის ვიდრე ლამაზი. მე როდესაც ვნახე ელექტროენერგიის ხარჯები და მომსახურების ხარჯები. ანუ თქვენ ამ ხარჯებმა განაპირობა, ხო ეს? ეს ხარჯებმაც და თავისთავად გალამაზებამ ქალაქისას. გასაგებია. ქალაქი უნდა გალამაზდეს, ავიდეს იმ სტანდარტებზე, რომელიც ჭირდება მას იმ ტურისტული მომსახურებისა და ყველაფრისათვის. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს და
არ ამგონია სხვა რამისთვის კეთებოდეს, მოსახლეობისთვის კეთება, რომ იყოს ეს ქალაქი ლამაზი, უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ გახსნას ობიექტები. თუ ტურისტები არ შემოვიდნენ, თუ მოძრაობები არ იქნა, თავისთავად არ იქნება ეს გადაწყვეტილი და როდესაც ეს იქნება ლამაზად ყველაფერი გაკეთებული, თავისთავად ტურისტსაც მეც მოიზარდოს და ყველაფერი. გასაგებია, დიდი მადლობა. კარგით, მე ესე დავსვამ მაშინ შეკითხვას რა. თუ დალაგდა პრიორიტეტები და რატო გაიმარჯვა ამ პრიორიტეტმა? ეს იყო ამაზეა ლაპარაკი, მეტი კი არაფერზე არ არის ლაპარაკი. ჩემთვის არ არის ეს. კარგია რომ გაკეთდება. ეს ჩემთვის მეორე არგუმენტს გეტყვით, ჩვენ მერების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. და ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ვალდებულება, რომ ელექტრომატარებლების დაზოგვა უნდა მოვახდინოთ 20%-ით 20 წლამდე და სხვადასხვა კიდე იქ მიღებული ფორმების, ეს არის გაზის გამოყოფა CO2-ის და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამან განაპარობა ბატონო გოჩადა. ეს პროექტი, ამ პროექტის დაწყება ნიშნავს იმას, რომ დამატებით კიდე ჩვენ მივიღებთ გრანტების სახით ფულს, რომელიც დანარჩენ ქუჩებში გამოცვლით. აქვს უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში საზოგადოება. ჯერ მithქვია, ბევრჯერ ჩემ გამოსვლებში ყოველთვის მithქვია, რომ ეს ასე. კი ბატონო, თქვენ არ მოგისმენია. კი ბატონო, გასაგებია, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგას. აღამშვიდობისა ბატონო ირაკლი გისმენთ. მივესალმები ჩვენ მოსახლეობას. მე მოკლედ ვერ ვიტყვი, ჯერ პირველი აუცილებლად მინდა ბატონ მერსაც ვთხოვდა. ხალბატონ თამარსაც, იმიტომ რომ იქ ასპინძის ქუჩაზე უკეთვე გადის თითქმის რაც ბრძოლობს კორპუსი 34 და კორპუსი 40, რომ ვაითაუსმა ის სამფაზიანი დენი ზედ არ გადაგვატაროს. ეხლა მე ძალიან გაბრაზებული მოვდივოდი, მაგრამ აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მართლა არ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს. პირადული კი არ არის ეს, მაგრამ მე გადავალ ზოგადად ამ თემაზე რა, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობ. პირველი ის, რომ ხალბატონ თამარს მინდა უთხრა, რომ ზარზმელის ქუჩა ძალიან კარგი. ზარზმელის ქუჩა 2012 წლიდან არსებობდა ეს პროექტი და ანუ შენელებული ტემპით ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, რაც გაკეთდა, იმაზე ცუც როგორ იტყვი. მეორე, ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა უმსახურებოდეს ხალხის დასაქმებას. ეხლა დღეს არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ნაკლებად დასაქმებულია ხალხი და ამაზე ყველა მაგრიშა და ხალხმაც იცის, რომ შემოსავალი არ აქვს. ძალიან მცირე ოდენობა დასახლდება და რატო? სულ მარტივ რამეს გეტყვით რა, დღესაც კი გამოვიდნენ უკვე პრემიერ-მინისტრი იყო, ხო, ფინანსთა მინისტრი იყო და თქვა, რომ იქ ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, ჩვენ უნდა კამრები უნდა შემოვიჭიროთ და ეხლა გამგეობებს უნდა ვთხოვოთ, რომ რამენაირად კიდე დაზოგონ ფული, რომ მოგცენო. რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ბატონგიას რამის გაკეთება, ფულსო არ მოგცემთო, ეუნებიან რაც გაქვს ისო უკან მოგვეცი, ვეღარ შვებითო. ეს ამას ნიშნავს. ეხლა რაც შეეხება თავისუფლებას. სასწაული რამე გავიგე. ანუ თურმე მოსახლეობას რო გადახედავ თავისუფლებას გზნობს, რაიმე ბარომეტრი გვიყენია ჩვენ თავისუფლების. მე არ გვიყენია და მე დამამთავრებინეთ რა. თქვენ იმ პერიოდში გზნობდით რომ ვიღაცა გავიწურებდათ. ამ პერიოდში ჩემ ტელეფონსაც უსმენებ თუ გაინტერესებთ. პატრულია და ელისვა თუ რა ვიცი ცხონება გქონდეს, უფროსთან დავალებული ოჯახის ყველა წევრს დადებს თუ გაინტერესებთ თავისუფლებაზე რა. 19 წლის ბიჭს დადებს ჩემსას, სადმე 10 ლარიანი დააჯარიმოს. თავისუფლებაზე ნაკლებად ისაუბრეთ, გეტყვით რატო. 4 თვეიში და უცნობია, თქვენთვის კარგად ნაცნობი უცნობი, 4 თვეიში და კარავში და მოთქმით აგინებდა დედას, პრეზიდენტს, მაგრამ იჯდა. და ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ახლა. იცით როგორ არის? მულტფილმი გამახსენდა რა. თაგვის გულს თუ ჩაუდებ ლომს, ის მაინც თაგვია. ვისაც ეშინოდა მაშინ, იმას ეხლაც ეშინია. იმას სულ შეეშინდება. იმას ქვია სულში შიშარა დამთავრებულია, არც მაშინ მეშინოდა და სულ გამიშვეს 2011 წელს სამსახურიდან, მაგრამ არ მეშინოდა და ჩემი აზრი არასდროს არ შემშინებია ჩემი აზრის, არც ეხლა მეშინია და პირდაპირ ვამბობ, რომ ეხლა მთის მინისტრი კი არ უნდა მოიგონოთ თქვენ. თქვენ უნდა მოიგონოთ ძილის მინისტრი, იმიტომ რომ ბატონ ბიძინას 10 საათზე ეძინება და სიზმრების მინისტრი. ადგილობრივ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ. ადგილობრივ ხელისუფლებაზე მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების დროს არჩევნები გაყალბდა. თაბუნიძეს და ჯვარიძეს თავის მანქანებით მოყავდა ხალხი და იქ სომხური კარუსელი დატრიალდა. გადაეთვალათ და ვნახავდით იმ 10 წელში, რომელიც ხალბატონ თამარს ჰქონდა, იყო თუ არა 2 თუ 1 ირაკლი ბარძიმაძე. ამის შემდეგ ეხლა გავაგრძელებ საუბარს. ანუ იცი რა ხდება? ყალბდებოდა არჩევნები, ყალბდება არჩევნები. მაშინ ჩქარიტები ბატონო ირაკლი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე, აი ამ 1 წლის განმავლობაში. ამ 1 წლის განმავლობაში დაიგო რამოდენიმე ეზო, ასფალტი. ეს იმ ტემპთან, რა ტემპის მშენებლობაც მიმდინარეობდა ამ ქალაქში და მაშინ მე მახსოვს არჩევნებამდე როგორ ყველა ლანძღავდა, რომ რაბათის ციხე დაანგრიეს, ისტორიული მნიშვნელობა დაუკარგეს და დღეს არ მახსენდება რაიმე ღონისძიება რაბათის ციხეში რო არ ტარდებოდეს რა.
არ მახსენდება და მე მარტივად ვიტყვი. რაბათის ციხეს 200.000-ით შეუმცირეს ბიუჯეტი, იმიტომ რომ ეს არასწორად გათვლილი პროექტი იყო, რა ქნეს, ამხელა გააკეთეს ამას, იმხელა ხარჯი აქვს, რომ ვეღარ უწუდებითო და თუ მაგდენი შემოდის, რომ ეს რაბათის ციხე უფრო იზრდება და იზრდება და მეტი შემოსავალი შემოაქვს. ის ხალხი, რომელიც გამოვუშვით, მიიღეთ და მიეცით ის ბიუჯეტი, ის რაბათის ციხე თითოეული შემოსულ ტურის 7 ლარს კი არ უგებს, კაცო. იმ ტურის აქ ჭამა უნდა. ურს ჭამს, სიგარეტს ყიდულობს, წყალს ვავს და ამ ქალაქში ასობით დოლარს ხარჯავს. ანუ იქ განსაზღვრეს, მაშინ და მე კარგად მახსოვს, რომ განსაზღვრეს, რომ თურმე 9 მილიონი შემოდის ფული და 900.000 იხარჯება მოვლაზე. 9 მილიონი კი არა, 5 მილიონი შემოდის. იმ რაბათის ციხიდან, რომელიც სასწაულია, სასწაული გაკეთდა და საქართველოს მასშტაბით. ამის მსგავს მე ერთ რამეს გეტყვით. ბატონო ირაკლი. ხო, გაფუჭდა ტბა. მოდი ესე ვთქვათ რა, ზარზმელის ქუჩა დავაგეთო. ტბა ხო გავაფუჭეთ. ეგ ხო საკვარისია. ეხლა მეორე სადაც სინაგოგაა? აი გაკეთებულია. სადაც სინაგოგაა? სადაც სომხური ეკლესიაა და მე რაბათის მეორე ეტაპი ხო არ დაგიწყია ჯერ? ჯერ ხო არ არის? ჯერ ხო არ დაგიგია? ეხლა თქვენი ცით რას მეტყვით? თქვენ მეტყვით რომ მე ჯერ კიდევ ღმერთმა დიდხანს გამყოფა. ირაკლი, ეხლა შეგიძლია ბევრი ლაპარაკო კიდე, მაგრამ დაგვიწყია და ვიწყებთ. არა, რო დაგისმინე, ესე არ იცი და ლაპარაკობ ახლა. ძალიან კარგად ვიცი. თქვენ უკვე წელიწადია ხალხ და ესე იგი 4 წელი უნდა გელოდოთ 3 ქუჩა. ბატონო ირაკლი, დამტკიცდა ის პროექტი, ბატონო ირაკლი, დამტკიცებულია რა? მაგას არ ვამბობ, დამტკიცდა. მე ჯგუფი შეიკრიბება, მე კიდე დამტკიცდება. ზარზმელის ქუჩა 2012 წლიდან მოყოლებული გააკეთეთ 2015 წელს. დავამთავრეთ ახლა. არაფერი, დავიწყეთ. იმ ზარზმელის ქუჩამდე იმხელა გზა აიყვანეს და ავიდრე. ის აღარ არის ახსოვს. რატო არ ახსოვთ? ყველაფერი ახსოვთ. ახსოვთ, მაშინ გეუბნები. მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ 5 მილიონად გაიყიდა ობიექტები, რომლებიც იყო ხუხულები. შენ რო თავისუფლებაზე ლაპარაკობ, თავისუფლად იყიდა იმ ადამიანმა? ვინ? ის ბიუჯეტი, რითიც შევსული იყო და ის მაგრა გაკეთებოდა. ხო და თუ ცუდი გააკეთეს და ვიღაცებს წარს. არა, ამაზე ვილაპარაკო, თავისუფლების ხარისხზე. თავისუფლების ხარისხზე გეუბნები. თქვენ იმ ტემპს რასაც მაშინდელი ხელისუფლება აკეთებდა, ვერ ეწევით და ამას თავისუფლებას და არათავისუფლებას აკეთებდა. დანარჩენად გეტყვით, თუ ვინმე რამე ხუხულა იყიდა და 5 მილიონი მიცა, ეს მე გეუბნებით 5 მილიონი კი არ მიცა, ძალიან გადაახტოვინეს 5 მილიონი. გასაგებია, ბატონო ირაკლი, სხვა თემაზე ვსაუბრობთ. რა მოწვილი გეტყვით, დღემდე არ არსებობს მაგაზე გადაახტოვინეს. მაშინ შემუშავებდი პროკურატურაში. ბატონო ირაკლი. მე მუშაობდი სხვა თემაზე ვსაუბრობ, ბატონო ირაკლი, ძალიან კი გადაახტოვინეს. საერთოდ გავწვით თემას. იყიდეს ესე იგი და თუ რამე გამოსაძიებელი გაკეთეთ, ქართულ ბანკს კი არ დაუბრუნოთ 100 მილიარდი. ის ხალხი გამოიძია და დაუბრუნდა. გასაგებია, გავწვით თემას. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ვსაუბრობთ. მოგიწოდებთ, როცა დრო გავა ამ ქვეყნის დანგრევაში მონაწილეობა. ძალიან გთხოვთ. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა. მაყურებელი ძალიან დიდი ხანია გველოდება. არ იცნობენ ბატონო. გასაგებია, დიდი მადლობა, მაყურებელი დიდი ხანია გველოდება. უპასუხოთ, საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ის პირველ რიგში მაინტერესებს კითხვა მინდა დაუსვა ბატონ ჯიმშელ გოგოლაურს. მაინტერესებს საკრებულოში რისთვის არის ეგ ადამიანი ზოგადად. რა დატვირთვა აქვს ახსნას უბრალოდ მისი ფუნქცია არის თუ არა ის რომ სიტყვაზე დაუშვათ სხვა ადამიანებსაც დაუდგეს გვერდში და არა მარტო იყვიროს ტელევიზიით. რაც შეეხება მინდა რომ მადლობა გადაუხადო მერიას. მე პირადად ვცხოვრობ 9 აბრილის ქუჩაზე და დიდი მადლობა რომ გავუკეთა ქუჩა. მადლობა ზარისთვის. წუმპეში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცხოვრობდი. გასაგებია. დიდი მადლობა. ხო, და რაც შეეხება ამ ბატონს, ბოლოს რომ საუბრობდა ძალიან გამაღიზიანებელია მისი გამოსვლა, როგორც მოქალაქე ძალიან მაგიზიანია. გასაგებია, დიდი მადლობა. ეს რომ საუბრობს. დიდი მადლობა. ბატონ ჯიმშელ. ვინ უნდა უპასუხოს? აღიზიანებს, ვინ უნდა უპასუხოს? ეთქობა კომპლექსირებულს მონაწილეობას და მიგიგებენ გენაცვალე არის. კარგი ბატონო ირაკლი. შენ მაგი არის დარდო რა. მაგაზე არის ლაპარაკო, მე თითქმის მივხვდი, მაგრამ არ მინდა რომ შეცდომაში მაყურებელი შევიყვანო კონკრეტულად ვინ არის. კიდე რამდენი ადამიანი დარეკავს ახლა, შეიძლება რამოდენიმე დაარეკოს, წინასწინ შემზადებულია რა. მე საკრებულოში იმისთვის ვარ. ალბათო რომ სიმართლე გამოვიტანო და ერთი წუთით რა, მე მგონი მეწერან სპეციალად არ ვილაპარაკე იმდენი რომ თემას არ ავწდეთ თქო სხვა თემაა და ამიტომ მოკლედ უპასუხებ. ხო, მე მინდა ალბათონს ვუპასუხო რომ მე იქ საკრებულოში იმისთვისა ვარ რომ იქ რაც ხდება საკეთილდღეო თუ არასაკეთილდღეო ქალაქისა გამოვიტანო და მივაწვინო ჩემს ახალციხელებს. აი ამისთვისა ვარ. სიმართლისთვის ვარ მე იქ ალბათონო. თუ გინდა იცოდეთ და
თქვენ ალბათ ხვალე ან შამპანურს დაგიდგამენ, ან ბამბანერკას გაჩუქებენ დღევანდელი ტელევიზიის იმ ზრახია ზარისათვის. გასაგებია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ჯიმშე. ძალიან მოკლედ ბატონ გია, პროექტებზე რომ ვისაუბროთ. დასახლებობა შეურაცხყოფა. კი ბატონო, თუ შეიძლება ეს თემა დამთავრდეს, ბატონ გია, კონკრეტულად პროექტებზე რომ ვისაუბროთ, რომ ნაცლად ასე ვთქვათ დაანახოთ თქვენ მოსახლეობას და თქვენ ოპონენტებს რა კონკრეტული საუბარი აქ არ გამოდის, იმიტომ რომ ზოგად საუბრებზეა ლაპარაკი. ჩვენ მე კონკრეტულად გეტყვით რა ხდება, ეხლა, როდესაც ლაპარაკი იყო თუნდაც ძალიან რო თქვათ სინაგოგასთან დაკავშირებული პრობლემა. პროექტი გამოსულია 268,000 ლარი დამტკიცებულია. ეხლა ტენდერზე დევს, გამარჯვებული გვეყოლება 17 რიცხვში და დაიწყება სამუშაოები. დაუდებთ ხელშეკრულებას და წავა როგორც პროცესუალურად ის ახალ, რა ქვია, ადვოკატი ხარ და იურისტი და ძალიან კარგად იცი, როგორც უნდა მოხდეს, წავა ეს პროცესები. იგივე გურამიშვილის ქუჩაზე, არაფერი მძიმედ არ არის, კანონის ფარგლებში მიდის ყველაფერი, უკანონოდ ჩვენ ვერ გავაკეთებთ. გურამიშვილის ქუჩაზე იგივე 399,000 ლარი ერთი ეტაპი გურამიშვილის ქუჩის ასფალტი წელს იქნება. გასაგებია. შემდეგ უკვე გამარჯვებული არის ანდრია პირველწოდებულის ქუჩასთან დაკავშირებით, ესე იგი ამ პროექტთან დაკავშირებით პირველი ეტაპი თახაიშვილის ქუჩის ასფალტბეტონის მოწყობა 374,000 ლარი. კი ბატონო, გასაგებია ბატონო. ესეც გაკეთება. შემდეგ გამარჯვებული არის მესხეთ ავტობუსი. არა, გავაგებინოთ მოსახლეობას ახლა, აინტერესებს. ივანე ახალციხელზე გამარჯვებული არის ფირმა ასტორია, უკვე არის გამოვლენილი, ეს მინდა ვთქვა, 399,000 ლარი პირველი ეტაპი დაიწყება. შემდეგ 158,000 ლარი დღეს მივიღეთ მთავრობის დადგენილება, ესე იგი ქუთაისის ქუჩის გასაკეთებლად გამოვიდა. ეს სოფელი აბია, სადაც ტალახში იხჭობა ხალხი და პერიფერია იყო და იმიტომ არ კეთდებოდა. კეთდებოდა სხვა რამეები. ძალიან კარგი. ამის შემდეგ მუშაობთ, ესე იგი გორგასალის, ზედგინიძის, სამსონიძის ქუჩებზე, ახალციხის, მესხეთის შესახვევის, წერეთლის, ბაგინაშვილის ქუჩებზე. ესე იგი ეს არის დაახლოებით ჩვენ ლაპარაკი გვაქვს 16 ქუჩაზე. ამის ეს კეთება რეგიონალური ფონდიდან დაფინანსებით, მთავრობის დაფინანსებით. ყველა ფული მთავრობიდან მოდის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე არა გვაქვს შემოსავლები. დიახ. ქათანებული ტრანსფერით. ასევე კეთდება ჩვენ ადგილობრივი ფულით მიქუტიშვილის ქუჩა. ეს არის სანაპირო, მინდა აუხსნა პირველი საშუალო სკოლის პირდაპირ, რომელიც არის ძალიან მოუწესრიგებელი და ძალიან ტკივა მოსახლეობას და იმიტომ კეთდება. ეხლა მე გავაგრძელებ კიდე ამ პროექტებზე ლაპარაკს, მაგრამ ერთი მთავარი მინდა ვთქვა რა. ყველა ეს პროექტი არის მოსახლეობის დაკვეთა. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ესენი გაგვიკეთებიან. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები გასაგებია, ბატონო. ეხლა გადავიდეთ დანარჩენზე. გადავიდეთ სფეროებზე რომ გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ამ წლის განმავლობაში განხორციელდება. გადავიდეთ რა კონკრეტულია ეს ყველაფერი მე რასაც ვაპარაკობ. არა, ინფრასტრუქტურა გასაგებია, თქვა სოციალურ სფეროზე რომ გადავიდეთ და ასე შემდეგ, თამას გულისხმობ. სოციალური და სხვა სფეროზე გადავიდეთ. სოციალურ სფეროში ჩადებულია 516,000 ლარი. მათ შორის მარტო სოციალური არის 462,000 ლარი. ეს არის ოპერაციები, урგენტული და ყველაფერი ის რაც მოსახლეობა ჭირდება. კი, გასაგებია ხა ჩვენ ყველაფერს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თითქმის ყველაფერი ფინანსდება, თითქმის ყველაფერი. აქედან უსინათლოები ფინანსდება, რომელიც არასდროს არ დაფინანსებულა, მათი კომუნალური გადასახადები. ფინანსდება ონკოლოგიური დაავადების წამლების შეძენა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამე ფინანსდება და ეს მოსახლეობას ნაგრძობია. და ძალიან კარგადაც გრძნობს და მადლობასაც მოდის გვიხდის და გვეუბნება. გასაგებია, გასაჭირია. გასაჭირი ყოველთვის იყო საქართველოში და არის. ეხლა ვისთვის როგორ იყო, ვინ მაშინ კარგად იყო და ვინ ცუდად იყო, ეხლა მაგის მიხედვით ვერ შევაფასოთ. გასაჭირი იყო და არის. პრობლემები გადასალახავი ამაზე ვინ ლაპარაკობს, რომ პრობლემები არ არის საერთოდ გადასალახავი, მაგრამ ეს უნდა გადაელახოს, არა ჩვენ უნდა გქონდეს ერთმანეთთან რეჟიმი ნიშნის მოგების და იმის რომ აუ რა არ კეთდება და რა კეთდება, არამედ ერთმანეთის გვერდში და ხელშეწყობით ქალაქის პრობლემები. მე არ მახსოვს ვინმე მოსულიყო ჩემთან პრობლემა დაეყენებინოს ქალაქის მერიაში, რომლის გადაწყვეტაც ჩემი ძალით შეიძლება და მე შემიძლია ამის გადაწყვეტა და მე ის არ გადამეწყვეტოს. ბატონ გია, თქვენ წინა საარჩევნო ჩვენ ეთერშიც გავთ. ბატონო, ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ძირითადად იმ კორპუსს, რომელზეც არის ლაპარაკი და დენის გაყვანაზე, იქ როგორც თქვენი მხარე არის, ისე მეორე მხარეა. მე კიდე ერთხელ წეხანაც გითხარით, ირაკლი და კიდე გაგიმეორებთ, რომ ამას ყველაფერს გეგმავს Energy Pro საერთოდ ეს ორგანიზაცია. Energo Pro Georgia. დიახ, Energo Pro Georgia. ის, როდესაც იწყებს ამ სამშაოებს,
ჩვენ გვითანხმებს. და თქვენ უკვე შეათანხმეთ და მიეცდეგლება თქვა? ჩვენ ერთი პროექტი, რომელზეც თქვენი მოსახლეობა გამოხატავდა და მართლაც ეზოზე გადადიოდა და იმაზე ჩვენ არ მივეცით თანხმობა და უთხარეთ რომ ამას არ შეიძლება. ეხლა მიეცით თანხმობა. ეხლა მივეცით თანხმობა, იმიტომ რომ იმ ორგანიზაციამაც უნდა იმუშაოს, ფული უნდა შემოიტანოს ბიუჯეტში და სხვათა შორის ბაქო ჯეიხანს ემსახურება და ეს ბაქო ჯეიხანის პროექტი ძალიან საჭიროა. გასაგებია, სხვა თემაა ეს, მაყურებელი ვერ ერკვევა ამ საკითხში. ბატონო გია, თქვენ წინასარჩევნოდ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბრობდით, კანალიზაციის მოწესრიგებაზე საუბრობდით. აი ამ ხრივ თუ დაიძრა. კი ბატონო, მოგახსენებთ ახლა. საერთოდ კანალიზაცია და წყალმომარაგება არის წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივა. მე არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი და დღესაც ვაყენებ და ბევრჯერ დამიყენებია რომ ქალაქში არის მე-19 საუკუნის კანალიზაცია სადგომებში სადაც არის წყობრიდან არის გამოსული ჩვენ ზოგან საერთოდ არაა მაგალითად საბარგო დასახლებაზე ჩვენი ძალისხმევით ჩვენი მოთხოვნებით უკვე პროექტები ივანე ახალციხელის ქუჩის საბარგო დასახლების აბისა და აბის ქუჩების ესე იგი ერევნის ქუთაისის ამის პროექტები უკვე გამზადებულია ეხლა მედის მუშაობა რომ ამაზე გამოიყოს თანხები და უკვე კანალიზაციები პრაქტიკულად გაკეთეს. ქალაქის ცენტრზე ძერ ლაპარაკი არ არის. არ არის, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი თანხა ჭირდება, ძალიან დიდი თანხა და მუშაობთ ამ საკითხთან. მთავრობასთან გვაქვს კონტაქტი და კომუნიკაცია, რომ ესე იგი ეს თემები არის მტკივნეული და უნდა გაკეთდეს. კიდე მოგახსენებთ, ჩვენი ქალაქის ამჟამად თვითმმართველობის პრეროგატივა არის სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტი, ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. როდესაც ლაპარაკია თუნდაც ყბადაღებულ სპორტის სასახლეზე და საცურაო აუზზე. ეს არის მთავრობის პროექტი, რომელზეც ჩვენი მოვალეობა იყო მიწის გამოყოფა ამისთვის, ჩვენ მიწა გამოყოფილი გვაქვს და გამზადებული ვართ. მალე ეს პროექტიც ალბათ მიიღებს თავის თანხებს და წამოვა, იმიტომ რომ ეს დაგეგმილია ყველა ცენტრალურ ქალაქებში, რომლებიც არის თვითმმართველი ქალაქები, სადაც არ არის, უნდა გაკეთდეს ეს სპორტული დასახელება. თუ ეს არ იქნება წელს, თქვათ სიტყვაზე არ ჩადით თავრობა ამაში. მაშინ ავდგებით და უკვე ჩვენ ვიფიქრებთ ეს სპორტბაზის გაკეთებაზე. მე სხვათა შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებული მაქვს თუნდაც ვიპის წარმომადგენლობასთან, რომელიც აქ არის და ამ საუბარზე ამ ისინი გვთავაზობენ რა გაგიკეთოთ, რა გავაკეთოთ და ველაპარაკებით ზუსტად რომ გაგვიკეთეთ სპორტ დარბაზი, გაგვიკეთეთ უფრო უკეთესი და გაგვიკეთეთ საცურაო აუზი. არის ამაზე მოლაპარაკებები. ეხლა ერთ წელიწადში რა გაკეთა? ძალიან ბევრი რამე გაკეთა. მე თუ გინდა დავიწყებ ამის ჩამოთვლას. არა, ძალიან შორს. დავიწყებ და ამიტომ ზოგადად თუ გვეტყვით. ზოგადად თუ გვეტყვით ბატონო. ეს ასეა. ეს როცა პროექტები ხორციელდება ბატონია, ხალხი საქმდება და ვაჭრობა შეუძლია. გადით ხალხი არის ვინ მუშაობენ იქ? ახალციხელები არ მუშაობენ ამ პროექტებზე? არ მუშაობენ, არ არის მაგდერი, რასაც ყვებით. იქ ძალიან სამკაციანი და ხუთკაციანი თორე. ირაკლი, შენ რას მეუბნები რომ ეხა ვიტყუები? თქვენ ეხლა ამ წუთში გეუბნებით რომ რამდენი პროექტი არ უნდა თქვა ციფრობრივად სწორია სამართლებრივად და ეკონომიურად არ არის სწორი და რატო იმიტომ რომ გეუბნებით ადამიანებს ფული არ აქვს რომ იყიდოს ასპინძის ქუჩა არ უნდა გაკეთებულიყო ასპინძის ქუჩა ზარზმელის ქუჩა არ უნდა გაკეთებულიყო გია გენაცვალე რა დაშალ ეგეთ არ გაკეთებინათ რა ქვია არა შენ რას მიხდი ელი ქალაქი გააკეთეს და ქუჩები აღარ გინდათ შესასვლელში როგორ გასაგებია ელი ქალაქი აშენდა გაკეთდა და შესასვლელი არ რომელი ქალაქი აშენდა ზარზმელის ქუჩა იყო გაკეთებული ზარზმელის ქუჩამდე სხვა ბატონო ირაკლი ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უკვე ვისაუბრებთ ბატონო ირაკლი საქართველოს 2 წრე დაარტყეს ასფალტით ნულა პარაკობს უკვე ვისაუბრებთ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თუ შეიძლება დიახ აუდიტორიაში გადავიდეთ შეიძლება ესა ერთი წუთით რა ქალბატონო ეხლა თუ მარტო ბატონო გიორგი უნდა ილაპარაკოს და ბატონო ჯიჯა ბატონო გიასგან უნდა მოვისმინოთ მაშინ ჩვენ მაშინ რაზე მოგვიწვიეთ აქ ეხლა იცით რა არის ბატონო ჯიჯა უნდა მოვისმინოთ ბატონი გიას შესრულებული სამუშაოები და თქვენ უნდა შეაფასოთ შემდეგ ეს იქნება და მოგეწვიათ ბატონი თამარაშვილი და ჩვენ ტელევიზიით ალბათ უფრო უკეთესად მოვისმინოთ ეხლა ჩვენ თუ მოგვიწვიეთ იმისთვის რომ მოვისმინოთ ნახევარზე მეტი ზღაპრები მაშინ დიდი ბოდიში რა რომელია ზღაპარი პირდაპირ უნდა მოვისმინოთ რომელია ზღაპარი გააკეთოთ კომენტარი დიახ რომელია აბა მე ჩემი ჩავაგდიე თქვენ ამბობდით რომ 24 საათიანი წყალმომარაგება იქნებოდა როდის ვამბობდი როდის თქვენ ამბობდით რომ ახალციხელებისათვის იქნებოდა ქალაქის ნურაბათის ციხეში უფასო იქნებოდა შესვლა თქვენ ასევე ამბობდით რომ აშენდებოდა ჩიფსების ქარხანა ფაბრიკა სადაც დასაქმდებოდა ხალხი აი ეხლა რომ მივყვეთ და გავყვეთ ძალიან შორს წავალ და ერთი აქიდან აი ამ თუნდაც აი ამ სამიდან რომელი გააკეთეთ რომელი სამიდან
აი ჩიფსების სად ეგ არის? შენაც ჩიფსების ჩამოთვალე ფაბრიკა სად მე არის? მარტო მაგ პირობებს არ ვიზნო ძალიან ბევრს და კიდე დრო მაქვს. კი ბატონო, ეგ თქვენ გონია, ეგ თქვენ დრო გააქვთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვი. თქვენ თუ ესე გააგრძელებთ, ხალხი ქუჩაში გამოვა. ქუჩაში გამოვა. იმის მოთხოვნით რომ მერიც წავიდეს, საკრებულოს დაიშალოს და ახალი არჩევნები დაინიშნოს და მე მგონი აქამდე მივა ეს საქმე, აქამდე მივის ეს. ქალბატონო თამარ, თუ შეიძლება თქვენ გინდოდათ თქმა. ქალბატონ თამარს გადმოაწოდეთ ბატონ ჯიმშერ მიკროფონი. არა დაუტოვეთ იმას, ბევრი სალაპარაკოა კიდე. არა, მე სხვა რამე მინდა რუსუდან თქვა. მართალია ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ გამოვეხმაურები ამ თემებს, შეიძლება ხა ყველში ვერავის ვაჯობო, მაგრამ გარდა იმისა, რომ მე უნივერსიტეტში ვასწავლითი ძალიან ბევრი წელი, გარდა იმისა, რომელიც თუ არ იცით, უბრალოდ უნივერსიტეტამდე მე 5 წელი სოფელ მოხეში ვმუშაობდი, ადიგენის რაიონში. მუშაობდი ასევე 5 წელი ქალაქ ახალქალაქში. უნივერსიტეტში ვასწავლითი 2 უნივერსიტეტში. და კიდევ აღარ ჩამოთვლე რაღაცებს. შემდეგ უკვე 2006 წლიდან მე ვარ ოპოზიციაში. მე თითქმის ყველა თქვენ ეთერში ვიჯექი და ვფიქრობ, რომ ძალიან კორექტული ოპოზიციონერი ვიყავი და მე არ მახსოვს მაყურებელს დაერეკოს და ეთქვას, რომ თამარ გოგოლაძეს არ ვიცნობ. ეს ერთი თემა, მე მარტო ამით შემოვიფარგლები, ამას ვიტყვი ჩემზე მხოლოდ. ეხლა მეორე, რასაც ვიტყვი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა და ქალაქი აშენდა. პირდაპირ გეტყვით, ჯერ დავიწყებ რაბათის ციხიდან. 2012 წელში 700.000-ით ფინანსდებოდა. 2013 წელში მაშინ მოაკლდა 300.000, ხო? ეხლა მოაკლდა 200.000, ეხლა გახმაურდა. მე არ მახსოვს მაშინ ტელევიზიაში, მაშინაც მოვდიოდი მე, ამაზე რაღაცა ხმაური ყოფილიყოს. რა შეეხება ქალაქში, სულ ამას ვლაპარაკობდი, რომ ფასადურად, გარედან, აი გარეთ ცენტრალური ქუჩები, მე ძალიან ბევრჯერ ავსულ ვარ, ამიყვანია დავუშვათ სტუმარი, გვერდით ქუჩაზე, სადაც საერთოდ არ იყო გაკეთებული ეს ინფრასტრუქტურული პროექტი. საერთოდ არ ყოფილა გაკეთებული. აბსოლუტურად, რომელი არ დაგვახვედრეთ, მაღაზია არ არის, ლაპარაკი. უკაცრავად. დავაცადოთ ქალბატონ თამარს თუ შეიძლება. არ გინდათ პროექტების ჩამონათვალი, იძახით რომ ციფრებია და რიცხვები. გაკეთდა ეს ქუჩები შესაძლებლობის ფარგლებში. არ შეიძლება ერთ დღეში ყველაფერი გაკეთდეს. არც თავის მართლებას ვაპირებ, ფაქტები მეტყველებენ ყველაფერზე. უბრალოდ ბატონო ირაკლი, არ მახსოვს ბატონო ირაკლი. შეიძლება დავაცადოთ. არ მახსოვს ბატონო ირაკლი, გამოსულიყავით ან თქვენ ან ვინმე და გეთქვათ რომ თამარ გოგოლაძე უსამართლოდ, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცაში მხარი არ დაუჭირა, გათავისუფლებულია. ისევ თქვენ დროს 4 წლის მერე სააპელაციოში თბილისში მოვიგე მე ეგ სასამართლო. გარდა ამისა, მაპატიე, დიახ, ჩემი ძმა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, ჩემს გამო იყო დატერორებული თბილისში და კიდევ აღარ ჩამოთვლით ჩემს რუარ გაგრძელდეს. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ჩემთან იყო პარტიაში, იყო დატერორებული. ჩემთან ვერ შემოდიოდნენ. ადამიანური ურთიერთობის საშუალება არ ქონდათ. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვდა, რომ ჩუმად შევხვედროდი ღამე რომ თბილისში ჩამ. გარდა ამისა, გაგეთყობა ეხლა შენ დატერორებული. კი ბატონო, დაასრულოს უკაცრავად. ბატონო ირაკლი, დაასრულოს ქალბატონმა თამარმა. ერთადერთი უნდა დავასრულო. რა შეეხება პატრონს, პირდაპირ ვამბობ. არა მარტო ახალციხეში, არამედ სხვა რაიონებშიც. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აჯარიმებს პატრული. ისევე აჯარიმებს ბატონო ირაკლი, როგორც დაუშვათ თქვენ თქვით წეხან. ბატონო ირაკლი, უკაცრავად. ბატონო ირაკლი, ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მაგას თქვენ ვერ გაგიბედავდნენ, იმიტომ რომ ძალიან ეშინოდა თქვენი ვაღიაროთ. მე არ ვამბობ, რომ არც არასდროს არ მithქვამს, რომ საერთოდ როგორ შეიძლება რომელიმე მთავრობის რამე არ გაკეთდეს, მაგრამ რასაც არასოდეს არ მithქვამს ერთად. ნახეთ ჩემი ჩანაწერები, უამრავი ჩანაწერია ჩემი გამოსვლის. მე ცოტა კორექტულობა მიყვარს პოლიტიკაში, არ მიყვარს ლანძღვით პოლიტიკა. თორემ მე ქალბატონო თამარ რას მელაპარაკებით? კორექტულობა რას ქვია? ესე კი თქვენი ყავით კორექტული ბატონო ირაკლი. დიდი ხანია მაყურებელი გველის. საარჩევნო სისტემა
თემაზე ვამბობ, მე მგონი თქვენი მეუღლე იყო იმ საარჩევნო კომისიაში, მე არ მყავს არც მეუღლე, არც ქმარი, არც შვილი, არავინ აქ, არავინ არ ყოფილა ჩემს თქვენს კომის იქით იყო ქალბატონო თამარ, დავასრულოთ ძალიან კანდიდატის მეუღლე. სხვა თემაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დღეს ამ თემაზე საუბარი. მაყურებელი ძალიან დიდი ხანია გველოდება ბატონო ირაკლი. უხერხულია, მაყურებელი გველოდება. პროექტების ჩამოთვლა არ გინდათ, ციფრების დასახელება არ გინდათ. ძალიან გთხოვთ, მე ახლა ძალიან ვანოფრო აქ არა მაქვს, იმიტომ რომ აღარ დაგაცდიდით და აუცილებლად ყველა ქუჩის სახელს წავიკითხავდი. გარდა ამისა, სასამართლოს ქუჩაზე ხალხი მოდიოდა, რომ კანალიზაცია ეზოში ამოდიოდა. ანუ თუ დაუშვათ დღეს 10 ქუჩა გაკეთდა ცოტაა, ხო? კიდე უნდა გამოვეხმაურო ბატონ ზურას. ძალიან მოკლედ, ძალიან გთხოვთ, ხო გაინტერესებთ. როდესაც მაპატიეთ ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება დავასრულებინოთ რა. ერთ რამეს ვიტყვი. ქალაქი გაიყო და თემი გაიყო. ეხლა არის ორი მუნიციპალიტეტი. ქალაქი ახალციხე არის დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი, ხო? იმაზე ნაკლები შტატი ყავს, ვიდრე მანამდე ყავდა ახალციხის მუნიციპალიტეტი. თორე ეს არის ერთი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, მიდის ურბანული მუშაობა, იმიტომ რომ ქალაქი არის ურბანიზაცია, ხო? ბუნებრივია მუშაობა, ამით ახლა თუ არ იცით რამე ბატონო ირაკლი, თქვენ საქმეში ვიცით ქალბატონო თამარ, პროფესიონალი ბრძანდები, დარგოლებით მაყურებელი გველოდება დიდი ხანია, ქალბატონო თამარ, ძალიან ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი, თქვენი ხმა არის მიკროფონის გარეშე, ძალიან გთხოვთ რა. ერთადერთი ვიყავი ზუსტად ოპოზიციონერი, რომელიც ტერორდებოდა. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ. მაყურებელია, საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ გიას მინდა დაუსვა ერთი კითხვა და ქალბატონ ნინო ლომიძეს. ბატონ გიას მინდა ვკითხო კომისარიატის შესახვევი ქუჩები, დემეტრე თავდადებული, ეგრეთ წოდებული ძველი პუშკინის ქუჩა. გვეღირდება როდისმე რომ გაკეთდეს? ძალიან წუხს მოსახლეობა ნიაღვარი პირდაპირ სახლში გვივარდება. წყალი ყოველთვის ჩვენთან ფუჭდება, არ ეღირსა გაკეთება, გზა კიდევ ისე აუცილებელია გამგეობაში შევიკრიბოთ და მოვიდეთ რომ ყურადღება მოგვაქციოთ. თუმცა დაგეგმილი ქონდა ჩვენ მომავალ კვირაში რომ უნდა მოვსულიყავით. რადგან მომეცა საშუალება გისვათ კითხვას და ქალბატონ ნინოს მინდა ერთი კითხვა დავსვა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ქალბატონ ნინო, თქვენ გქონდათ ვაკანსია გამოცხადებული სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით ინკლუზიური განათლების კოორდინატორის თანამდებობაზე. თქვენი თხოვდით მოთხოვნას, რომ უნდა ყოფილიყო პედაგოგი, შეხება უნდა ქონოდა სკოლამდელ აღზრდასთან და გამოცდილება უნდა ქონოდა 2-3 წლის. მე გადმოვაგზავნე CV და ჩემი CV ალბათ საერთოდ არ განიხილეთ, იმიტომ რომ გასაუბრებაზეც არ დამირეკე და რამდენადაც თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება ქალბატონო. ერთი წუთით რა დავასრულებ. თქვენ მიიღეთ სტუდენტი მაგ თანამდებობაზე, სადაც საერთოდ არ ფიქსირდებოდა რომ სტუდენტი უნდა ყოფილიყო და მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევს. გასაგებია. იმიტომ რომ რამდენი CV-ც გამოვგზავნე, იმდენზე უარი მეთქვა. მე სკოლამდელ განათლებაში ვმუშაობ, მაქვს შეხება სკოლის პედაგოგადაც ვმუშაობდი და მაინტერესებს რა კრიტერიუმებით დავაკმაო. გასაგებია. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება. არა, სახელი და გვარს უბრალოდ არ დავასახელებ. აბა როგორ უნდა გიპასუხოს ქალბატონო თქვენ? ქალბატონ ნინოს მიპასუხოს მაგაზე რა მნიშვნელობა აქვს ხა მაყურებელია და თუ თქვენ არ ახდენ თქვენი თავის იდენტიფიცირებას, მაშინ როგორ გაგცეთ პასუხი თქვენზე რატომ არ შეაჩერა არჩევანი? არა, ნუ ჩემზე არ შეაჩერა, მაგრამ მე მაგაზე იმდენად პრობლემა არ მაქვს, რამდენადაც არ იყო სტუდენტი მიღებული და იყო პედაგოგიური განათლება და უმაღლესი. რა მნიშვნელობა აქვს ჩემ გვარისა? კარგი, დიდი მადლობა. დიახ, აი ჯერ ბატონი გია უპასუხებს და შემდეგ ქალბატონ ნინოსთან მინდა მადლობა ზარისთვის. მოკლედ ბატონო გია. ეხლა კონკრეტულად ყველა ქუჩას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რა ქუჩებით ჩამოთვალეთ, ამას გავაკეთებთ. მომავალ წელს ალბათ ამ ქუჩასაც გავითვალისწინებთ. თუმცა ჯერ დაგეგმილი არ არის. არა, არ არის დაგეგმილი. თუ ამ წუთში იქ რაღაც სერიოზული პრობლემაა, მივა ჩვენი სამსახური და ამას აღმოფხვის. ამის საშუალება გვაქვს ნამდვილად. კი ბატონო, გასაგებია. ამ წუთში არ არის ჩასმული, მე ვერავის ვერ გასაგებია. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, თქვენ უნდა ჩამერთეთ საუბარი, როცა ცოტა ეს პოლიტიკური შეფასებები დაცხრებოდა, გავცეთ მაყურებელს პასუხი და შემდეგ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ცოტა სხვა მიმართულებით შეგაფასებინებთ. კი ბატონო, სიამოვნებით გაწმან ქალბატონს პასუხს, საბუთები იყო გადაგზავნილი
თბილისში იგზავნებოდა. თბილისში იყვნენ ამ სფეროს სპეციალისტები, რომლებმაც მოახდინეს აი ამ სივების გადარჩევა. შესაბამისად თბილისიდან ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ვინც იყო დაუკავშირდა ყველა შესაბამის კომპეტენტურ ადამიანს, ვისაც ჰქონდა გაგზავნილი საბუთები. ამ ქალბატონს შეუძლია პირადად მომაკითხოს ხვალე ქალბატონო 9-დან 6-მდე სამსახურში ვიქნები და შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეგვიძლია ერთად განვიხილოთ თქვენი კომპეტენტურობის საკითხი და ასევე შემიძლია გადავამისამართო ეს საკითხი თბილისში. ჩატარდა გასაუბრება, საერთოდ ამ პოზიციაზე არანაირი ადამიანის შერჩევა არ მომხდარა. ეს პოზიცია იყო თვითმმართველობის პოზიცია. ეს ადამიანი, რომელსაც ავიყვანით, უნდა დამჯდარიყო ადგილობრივ თვითმმართველობაში და ემუშავა ამ საკითხებზე. იყო რამდენიმე ძალიან კარგი კადრი, რომელიც ვერ შევარჩიეთ იმის გამო, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ნახევარ განაკვეთზე ჩვენ ვერ შევარჩევდით ადამიანს. მართალია სტუდენტი ავიყვანით ქალბატონო, მაგრამ არ აგვიყვანია ამ პოზიციაზე. სტუდენტი ავიყვანეთ სტაჟიორად, ორგანიზაციის სტაჟიორად, შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია თუ დაგაინტერესდებათ. ეს იქნება სტაჟიორის სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ კურსდამთავრებულს აჯობა ამ ადამიანმა. გასაუბრებას ესწრებოდნენ თბილისიდან კომპეტენტური ადამიანები და აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესით მოხდა ამ ადამიანის შერჩევა. ძალიან გთხოვთ, მობრძანდით ხვალე ჩემთან ოფისში და გავისაუბროთ. გასაგებია, ქალბატონო ნინო, აქ პოლიტიკური შეფასებები ისმის, მაგრამ ცოტა განსხვავებულად მინდა რომ შევხედოთ ამ სიტუაციას. თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებთ, მაგრამ იმ სფეროში, რა სფეროშიც თქვენ მუშაობთ და რა მიმართულებითაც თქვენ მუშაობთ, როგორ ფიქრობთ, აი ამ ერთ წელში რა გაკეთდა და თქვენი რეკომენდაცია ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორ ფიქრობთ, თქვენ ხალხთან გაქვთ აქტიური შეხება, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუშაობა, ანუ სად უფრო უჭირს ხალხს? ძალიან დიდი მადლობა ამის დაკონკრეტებისთვის, იმიტომ რომ აქ ისეთი ფორმატი წავიდა, რომ ვიფიქრე, რომ ალბათ მე აქ არც უნდა ყოფილიყავი მოწვეული, იმიტომ რომ წარმოვადგენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას და შესაბამისად ვერანაირ ვერც პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ და ამ დისკუსიაშიც ვერ ჩავერთვები ვერანაირად. მე ჩემს შეხედულებას, ჩემს შეფასებას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ესე გაგიზიარებთ, ბოლო 12 წლის განმავლობაში მუშაობ ამ სექტორში, პრობლემები იყო და ძალიან ბევრი პრობლემები იყო, პრობლემები არის და პრობლემები იქნება. თუმცა მე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მე არავის დამცველი არ გამოდგები, თუმცა ყველა ის პროექტი, რაც დაასახელეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მეორე პრობლემა არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. სოციალური პროგრამები კი ბატონო გათვალისწინებულია, მაგრამ არის ეკონომიკური გაჭირვება არის რეალურად საქართველოს დღეს უჭირს, მაგრამ ეს არ არის იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის ამაში დამნაშავე. ზოგადად ქვეყანას უჭირს, ზოგადად მსოფლიოშია კრიზისი და მე ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ეკონომიკური ტიპის პროექტებს, მე ვიტყოდი, რომ ეკონომიკური ტიპის პროექტები ეს არ არის თვითმმართველობის პრეროგატივა. შესაბამისად ამ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე პასუხი იმაზე, რომ იცით რა, რატომ არ განხორციელდა თქვენი მხრიდან ეკონომიკური ტიპის პროექტები, ჩემი აზრით არასწორი იქნება, იმიტომ რომ ეს არის უკვე ცენტრალური სახელმწიფო, ზოგადად ბიზნეს სექტორის წახალისების და ზოგადად კერძო სექტორი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ეკონომიკური ფონის გაუმჯობესება. რაც შეეხება პროგრამებს, უშუალოდ მე მიწევს მუშაობა ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტში. ჩვენი მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა ტიპის პროექტები. დღეს გქონდა მაგალითად ვალეში მეორე შახტის დასახლებაში საკმაოდ კარგი თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი გაიხსნა. იქ ადგილობრივი 6 ადამიანი დასაქმდა, 32 ბავშვი არის დღესდღეობით დარეგისტრირებული და ეს მოხდა ფინანსური მონაწილეობით. კი ბატონო, ფინანსური მონაწილეობით ადგილობრივი თვითმმართველობის. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ალბათ უფრო რა თქმა უნდა გასაკეთებელი ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა უფრო მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველა ის ჩამოთვლილი პროექტი, რაც ბატონმა გიორგიმ ახსენა, იყოს ბოლომდე წარმატებით მიყვანილი და ალბათ გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური ფონიდან ალბათ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ტიპის პროექტებს. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გოჩა, თქვენ გინდოდათ წეღან დამატება. აეკროთ ვინმეტი გააკეთა ვინაკლები. ხალხი ამას უყურებს. რახან ვებსახურებით ხალხს თვითმმართველობა არის უნდა იყოს ხალხის სამსახურში ელემენტარულად. ანუ ის არ უნდა გვიკვირდეს რომ ქუჩა გაკეთდეს. ეს ჩვეულებრივია, უნდა გაკეთდეს, ქუჩებიც უნდა გაკეთდეს, ურლებიც უნდა დაიდგას, უნდა დასუფთავდეს, მაწანწალა ძაღლებიც აღარ უნდა იყოს ელემენტარულად ქუჩაში და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ამიტომ ალბათ აი მე დავეთანხმები ნინოს ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ასე თუ ისე ყოველთვის
მუშაობდა იმუშ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგი სწრაფად, ზოგი უფრო ნელა, მაგრამ გამახვილდეს სოციალურ, იმიტომ რომ დღეს არის საერთო გაჭირვება მოსახლეობაში. ალბათ უნდა გაკეთდეს ესეთი პროექტები იქ პენსიონერებისთვის უამრავი ამაზე მუშაობაა საჭირო, პრიორიტეტებია გავუსვათ. ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს აი ამ მასშტაბური, თუნდაც პენსიონერები რაც აღნიშნეთ, ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არ არის დიდ თანხებთან, რაც შეუულია, იმის სახალისებას ელემენტარულად შეიძლება. აქ დიდ თანხებზე შეიძლება სულ არ იყოს ლაპარაკი. შეიძლება რაღაც ქმედებაც იყოს. რაც სტიმულს მიცემს ადამიანებს, რომ ხვალ ან შეიძლება იმ ბიზნესმენმა თუ წესიერი პროექტი გაკეთა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ბიზნესმენმაც მიიღოს თანამონაწილეობა და გაკეთდეს რაღაც სოციალური პროექტი. ეს რა თქმა უნდა, საფიქრელია და ეს ელემენტარულად მიმართულებაა მეტიარება. კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა ბატონი ზურაბ თიერაშვილი. ქაბატონო, მოკლედ და შემდეგ კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ასევე იქნება. ჩვენ თვითონ როგორც ყველა მოქალაქემ სოციალური და ზოგადად პასუხისგებლობა ავიღოთ ჩვენ თავზე. აქ საუბარი იყო იმაზე, აი ბატონი ჯემშარი ახსენებდა, რომ იგივე ნაგავი ხო, იგივე არხებში გასაწმენდი არის. ჩვენ თუ არ მოუარეთ იმას, რასაც გაგვიკეთებენ, არაფერი არ გამოვა. ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს ყველაფერი. ის რომ არხს რო გაგიკეთებენ, იმაში ნაგავი რო არ უნდა ჩაყარო, მე მგონი ეს თვითმმართველობის პრეროგატივა არის და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითავისოთ და ბატონ გიორგის მინდა მიმართოთ ხოვნით, იქნებ კამერები დაამონტაჟოთ ქუჩებზე და ის ადამიანი, რომელიც ნაგავს ჩაყრის თუნდაც იმ გაკეთებულ არხსა და რომელიც უპასუხისმგებლოდ მოეკიდება უკვე შექმნილ ინფრასტრუქტურას, იქნებ სერიოზული ჯარიმები დააკისროთ ეს ადამიანებს. იმედია ზედამხედველობის სამსახურია ჩამოყალიბებული და იმედია ამ ფუნქციას. რა მინდა იცით თქვა? ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება ბატონო სულ მოკლედ 2 წუთში და ბატონი ზურა იტყვის მე ხოლმე და დამითმო. 30 წამში ბატონო. 30 წამში და უგუნ თუ არ ვილაპარაკებ. ეხლა რა ხდება იცით? ის ხელისუფლება იმის წინა რაღაც გააკეთა, მე იმან რაღაც გააკეთა. მე ესენი გააკეთებენ. ამით მე რომ მოვაკიდე გააკეთებ და ქვეყანა ასე შენდება. როცა ამას მე ბატონ გიასთან მართლა არ მაქვს ამ კუთხით პრეტენზია. საერთოდ არაფერი არ საუბარიც კი არ უნდა წასულიყო აქ იმ თემებზე, რაზეც წავიდა, რო არ მოგვეშველიებინა, გინდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს რამდენად ვიჩაგრებოდით თურმე. აი თუ ვისწავლით იმას, რომ წინა ხელისუფლების ლანძღვის ნაცვლად იმან ის გააკეთა და დაამთავრა. ხო უნდა დაგიტოვოს გასაკეთებელი. შენ გააკეთე, დაამთავრე. თქვენ რო წახვალთ, არავინ უნდა გაგლანძღოს, არავინ უნდა დაგიჭიროთ, არ უნდა გამოგეკიდოთ. იმან მე ის გააკეთა, შვენივრად წავალთ. ისე ზოგადად, მე მართლა გული მткиვა და მეწოდებიან, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გულითაც უდოდეთ, მაგრამ ხალხო დღესაც თქვეს, რომ ბიუჯეტში ვერ შვებიან, ვერ ასრულებენ და ახლა რეგიონებიდან ფული უნდა გამოითხოვონ. ვერ მოგცემენ მაგ ფულს დორი. თუ მოგცემენ, აუცილებლად გააკეთებ. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონ ზურა და ბატონ გია, თქვენ შეგაჯამებინებთ ბოლოს. თქვენც აუცილებლად. რა თქვენ მეთეთიკა ჩასაფრებულის პოზიციიდან და არავის არ უხარია დაუშვით რაღაც თუ გაფუჭდა და იგივე ნინოსაც დავეთანხმები რომ როცა უნდა დგას ვიღაცამ ქუჩაში არ უნდა გადააგდოს ნაგავი და ასე შემდეგ და ზოგადად მოქალაქეობრივი მიდგომაა ყველაფერში იგივე პარკირებაზე ადამიანმა ნორმალურად და გააჩეროს მანქანა არ უნდა გადაახტეს ვიღაცას თავზე და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეიძლება გაკეთებას ახლა ბატონ გიას ახლა ჩვენ მიმართ მე მგონი ვერ ექნება ისე იმის პრეტენზია ჩვენ არაკონსტრუქციული ოპოზიცია ვარ და რაღაც არა მოგონილი რაღაცეებით გამოვიდეთ, მაგრამ თქვენი რეკომენდაციები ბატონ ზურა, რა მიმართულებებით უნდა იმუშაოს უფრო ეფექტურად ადგილობრივმა ხელისუფლებამ? იცით როგორი სიტუაცია ის ბიუჯეტი, მე ზოგადად იმ ბიუჯეტისთვის არ მიმიცია ხმა, იმიტომ რომ ჩემი შეხედულება მაქვს და ვთვლი რომ ეს ბიუჯეტი ზედმეტად სოციალურია და სწორედ იმის გამო ვართ ამ დღეში ჩავარდნილი რომ ლარი 2.30 რის და ანუ საით უნდა იყოს აბა უფრო მეტად თანხა მიმართული თუ არა სოციალურ პროექტებზე? სწორედ ადგილობრივად თვითმმართველობა უნდა შექმნას იმის გარემო რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები და ბიზნესმა ჩადოს ფული და არ უნდა ქნას აიპების დიდი ის რაოდენობა რაც იქნება და იგივე სხდომებზე დამფიქსირებია მე ჩემი აზრი სწორედ ბიზნეს გარემო უნდა შეიქმნას და ზოგადად მარტო თვითმმართველობის გადასაწყვეტი არაა ეს პრობლემა ეს ზოგადად გლობალურად ქვეყნის პრობლემაა იგივე თქვენ ნახეთ ვიზის ლიბერალიზაცია მოახდინეს ანუ 2 წლის წინ გააუქმეს ვიზები რიგ ქვეყნებში და დღეს მიიღეს და გამოდიან საჯაროდ აცხადებენ რომ ქვეყანას თურმე ტურისტები სჭირდება და ასე შემდეგ რა ეს დეტალებისგან შედგება და ეს დეტალები იქნის მე ქვეყანაში სწორედ გარემოს კი ბატონო გასაგებია დიდი მადლობა ბატონ ზაზა ძალიან წუხვა რომ დღეს დღევანდელ ეთერში არ მოგვეცა საშუალება იმ თემებზე საუბრისა აი მოკლედ მინდოდა სწორად თქვენ რაც ახსენეთ კულტურა სპორტი და სოციალური სფერო რაზეც თქვენ საუბრობდით როდესაც საუბარია ერთი წლის შედეგებზე ფიქრობ უფრო სხვა ფორმატი შეიძლება და მოფიქრებულიყო რომ ჩვენ დეტალურად გვესაუბრებთ რა გავაკეთეთ ამ ერთი წლის განმავლობაში
და დღევანდელი ზოგადი საუბრები და ზოგადი ისეთი საუბრები სხვადასხვა თემებზე ეს არაფრის მომტანი არ არის მოსახლეობისათვის და საზოგადოებისათვის. მაგალითად ახლა უამრავი სხვადასხვა თემა არსებობს, რომელზეც შეგვეძლო ხო დღეს კონკრეტულად გვესაუბრა, თუნდაც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის გაუმჯობესებული მუშაობა, რაც ეთყობა ქალაქს და სწორედ ის არხები სწორედ ამ პერიოდში იქნა გაწმენდილი და უამრავი თქო შრომა ჩადეს ამ საქმეში, ყვავილებით გალამაზება ქალაქისა, რაც ისე კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა, რომელიც რატომღაც არსად არასდროს არ თქმულა, როცა ლაპარაკია ისევ სოციალურ პროექტებზე და ასე შემდეგ და როცა უნდა ესე ითქვას იმაზე რომ გაურმაგდა ეხლა დღეს მე ვფიქრობდი რომ ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად იმ სიახლეებზე და უშუალოდ რა სიახლე შემოიტანა მერიამ. სწორედ ეს კითხვა დაგიშვით, თქვენ კულტურა ახსენეთ, სპორტი ახსენეთ და სოციალური მიმართულებები. სწორედ ეს კითხეთ რა. უსუდა თქვენ კი დასვით კითხვა, მაგრამ ჩვენ არ მოგვეცა ამის. დღევანდელი საშუალება ვადლებს იმის საშუალებას, რომ სწორედ ის ყველა პრიორიტეტებზე ვისაუბროთ. კიდევ შევხვდებით აუცილებლად და თქვენ რომ მოვიწვიეთ ტურიზმთან დაკავშირებით სასაუბროთ, მაშინ ბატონო ზურაბ ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ მერია რას აკეთებს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით და უფრო კმაყოფილი დარჩით თქვენს და მაყურებელი ვინც მოისმინა ამასთან დაკავშირებით. ასევე თუ ვისაუბრებთ ცალკე ჯანდაცვის პროგრამებზე, რასაც ქვია ჩვენი ასე ვთქვათ მხარდაჭერა მოსახლეობისათვის ყოველდღიურად იხილება არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას ოპერაცია აქვს ჩასატარებელი და საყოველთაოდ ჯანდაცვისა ჩვენ მერია გვერდში უდგას ამასთან დაკავშირებით. რასაც დიალიზით ავადმყოფები ქვია, სწორედ ჩვენ შემოვიღეთ, რომ სწორედ მათთვის გაგვეწია 1500 ლარიანი დახმარება და ეს დახმარება ეს უკვე მიღებული აქვს ჩვენს მოსახლეობას. ბატონო არისო აქ ბატონო უკაცრავად არ იყო ეს არ იყო შეიძლება მიშაკუციშვილის შეძმა სულიჩდები კაცკაცი დიალიზი იყო არა იჯდა მე რა რო იჯდა კი მაგრამ ბორჯომში დგას და ვერ არა აქვს ფული რომ ჩავიდენ იქამდე ჩვენ უფინანსი წამლების ფული არა უკაცრავად ბატონო ირაკი დაასრულოს თუ შეიძლება რასაც დავდა ონკოლოგიური ავადმყოფები ქვია და მათთვის 2000 ლარიანი ლიმიტი ქვია და უშუალოდ მედიკამენტების შეძენისა და ქიმიოთერაპიისა ასევე სხვა ასე ვთქვათ უამრავი პროექტი რომელიც ხორციელდება და ეს მოსახლეობა ყოველდღიურად ამას ხედავს და უშუალოდ ჩვენ რაც შემოვიღეთ ახალდაქორწინებულთათვის სოციალური დახმარება გარკვეული ფულადი დახმარება რასაც ქვია ასევე და უშუალოდ უსინათლოების კომუნალური გადასახადების გადახდა და ასევე უამრავი სხვა თემა და ვერ დავეთანხმებით ბატონ ზურაბს იმასთან დაკავშირებით IP რასაც ქვია ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რასაც უფასო სადილოსთან დაკავშირებით IP შექმნა ქვია გაცილებით მოწესრიგებული ეგ მდგომარეობა და ყოველი თეთრი რომელიც იხარჯება ბიუჯეტიდან უფრო მეტად ეფექტურად ხმარდება ჩვენს ასე ვთქვათ იმ მოსახლეობას რომელსაც უჭირს ამდენად არის უამრავი ასე ვთქვათ მომენტი მოკლედ რომ ვთქვათ სპორტზე და კულტურაზეც რომ ეს სფეროებით არ გამოგვჩეს ასევე რაც შეეხება კულტურას რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ძალიან ჩვენ არასწორი დამოკიდებულება გქონდა წლების მანძილზე კულტურის მიმართ და კულტურის ობიექტების მიმართ. ამაზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ. ერთი კინოთეატრი დავანგრიეთ და სუპერმარკეტი გავაკეთეთ იმის მაგრამ მეორე კინოთეატრი რესტორნად გადავაქციეთ შეუბადო მოსწავლეთა სახლი საერთოდ დავანგრიეთ და ერთ-ერთი სასტუმროს ავტოსადგომია კულტურის სახლი საერთოდ რას გავს საერთოდ კაცმა არ იცის არაფერს არ აგავს სამუსიკო სკოლა სამხატვრო სკოლა შესაბამისი შენობა არ არის და თქვენ გასაკეთებთ ამ მიმართულებით ეს მაგას ვიძახე რომ წლები ეს არის უძინესი კი ბატონო სწორედ ამას ამბობს ბატონო ირაკლი უკაცრავად მივხედავთ მას გეგმავთ დიახ ამ ობიექტებზე უძინესი მემკვიდრეობა რომელიც მე კი არ წინა ხელისუფლებისკენ არ ვიშვენ მხოლოდ ხელს არის მთელი ათეული წლების დაგროვილი პრობლემები ისევე როგორც საუბარი იყო დღეს ინფრასტრუქტურულ პროგრამა პროექტებზე აქთან დაკავშირებით მითხრა დღეს მოსახლეობამ რომ 40-50 წელიწადია იქ გზა არ ყოფილა და დღეს თქვენ აი ამ პრობლემების გადაჭრას როგორ აპირებთ რაც ჩამოთვალეთ იმ პროექტების განხორციელებით რომელიც გვაქვს სხვადასხვა ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ მართლა სიმართლე ეს არის რომ მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტი ამ პროექტების განხორციელებას ვერ გაწდება მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან იგივე კულტურის სამინისტროსთან იგივე სხვა ორგანიზაციებთან რომ ასე ვთქვათ ეს პროექტები მაგალითისთვის ისევ ამბობ რასაც ქვია ისევ ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რასაც ქვია აბანოების პროექტი მერია თავის თავზე იღებს იქ გაწმენდით სამუშაოებს სადაც 35000 ლარს ჩვენ დავხარჯავთ და შემდეგ სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს კულტურის სამინისტრო იგივე სიტუაცია არის და უშუალოდ რასაც თოჯინების თეატრთან დამოკიდებულება
დამოკიდებულება ქვია, ასევე სხვა დამოკიდებულება ქვია სხვადასხვა უწყებებთან დამოკიდებულებაში და ეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე აქტიურ თანამშრომლობაში ბრძანა ნინობდა, ასევე ჩვენს ღია ვართ ურთიერთობაში, ჩვენს უკვე განახორციელეთ ერთობლივი პროექტები, შეიძლება ეს არ არის ესეთი მასშტაბური და შეიძლება რაღაცა დიდი შედეგები ამას შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ იმ ბავშვებისთვის და იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ და ზოგადი ფონისთვის და ზოგადი იმ სიტუაციისთვის, რომ რას აკეთებს მერია და რა გამწყობა აქვს ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და საზოგადოების მიმართ, ეს ტენდენციები ყველაფერი ჩანს. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გია, თქვენ ბოლოს შეგაჯამებინეთ, ბატონ ჯიმშერ, თქვენ მოკლედ, აი ძალიან ბევრ პროექტზე ისაუბრა ბატონმა ზაზამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არ არის, თქვათ, წარმატებული წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც 1 წლის განმავლობაში განახორციელა ამ ხელისუფლებამ? თქვენ როგორ თვლით, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს, თქვათ, ქალაქის მერიამ? ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მივესალმები, ეს პრიორიტეტები რაც ჩამოთვალა ბატონმა ზაზამ, მაგრამ რა არის, იცით, ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებაში მთავრობას აქვს ფულის პრობლემა, თანხების პრობლემა, ხო? ძალიან ძნელია ყველა ამ ჩამონათვალი პროექტების განხორციელება. ჩვენ გვინდა სახელმწიფოში მოვიზიდოთ ინვესტიცია, ხო? როდესაც ის უცხოელი ინვესტორები, ბიზნესმენები ხედავენ, რომ საქართველოში რამოდენიმე მილიარდერი ცხოვრობს. ათეული მილიონერია და კაპიქს არ დებენ თავის ქვეყანაში. გასაგებია, ეს კიდე სხვა პრობლემაა, ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ვსაუბრობთ. გასაგებია, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ქალაქის მერიამ რა შეუძლია მერიამ რა უნდა გააკეთოს თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მიიღო ის თანხები პირიქით ცენტრალური ხელისუფლება აქეთ ითხოვს კიდე ფულს როგორ უნდა გააკეთონ მე ძალიან მაინტერესებს თანხებით რაც აქვთ ანუ მაშინ გამოდის რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემა არ ყოფილა ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემა როგორ არ აბავისი პრობლემაა ეს ოპოზიციის პრობლემა აბა თქვენ ამბობთ რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან არ აქვს თანხა ადგილობრივ ხელისუფლებას მე ვერ გამიგეთ მე მგონი მე რა ვთქვი რა ცენტრალური ხელისუფლებიდან ტრანსფერები ხომ მოდის არა დიახ ხო მოდის ასევე ბიუჯეტში თანხები ხომ არის აი ეს ყველაფერი ჩამონათვალე რაც ჩამოთვალეს ლამასფერებში ხო ფაქტიურად ბიუჯეტის თანხები ამას ყველაფრისთვის არ ეყოფა რომ განხორციელდეს ეს ყველა პროექტი გამიგეთ ამაზე მაქვს საუბარი და იმიტომ ლაპარაკობ და იმიტომ ამბობ ჩვენს მილიონერებს და მილიარდერებს რომ თვითონ არ დებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ საქართველოში არ დებენ თანხებს ან ააშენონ ქარხნები ააშენონ ფაბრიკები ეს ხელისუფლება მოსული არის ფულის საკეთებლად მეტი არაფრისა რა. იციან რომ ამათ დიდი დღეები არ უწერია და ფაქტიურად ასწრებენ რა. ჩვენზე ხო არ აგაკეთებთ. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო გოჩა მოკლედ და შემდეგ ხალბატონ თამარ თქვენ და უნდა დავასრულოთ მალე. კი ბატონო. მე კარგი, გასაგებია. ვფიქრობ რა, მე ესეც დაბეჭდილება მაქვს. ბევრი არაფერი შეცვლა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებით, იმიტომ რომ მაინც კაცრად ცენტრალიზებულად იმართება, იმიტომ რომ ფული ძირითადად იქიდან მოდის და პროექტებიც. ანუ მე თვითმმართველობა უფრო სხვადასხვა მე რამდენადაც ვიცი. ანუ რეალური თვითმმართველობა მაინც არ არის, მაინც ცენტრალიზებული მართვა მიდის. ალბათ ეს ეტაპები უნდა ქვეყანას რომ მიაღწიოს სრულ თვითმმართველობას, მაგრამ დღეს რეალურად მაინც ყველაფერი თვითმმართველობაზე არ არის დამოკიდებული. იმიტომ რომ სრულფასოვანი არ არის თვითმმართველობა თავისი ძლიერი ბიუჯეტით, თავისი სხვა. თუმცა რაც არის დამოკიდებული თვითმმართველობაზე, აი ამ ხრივ რომ ვისაუბროთ, რაც დამოკიდებულია, ის გაკეთება შეუძლია იმ თანხებით. ადგილზე აღსრულებაა დამოკიდებული თვითმმართველობაზე. ცენტრალური ხელისუფლება. და ეს აღსრულება როგორ ხდება თქვენი შეფასებით? არ ვიცი ჯერ, მე ვერ შევაფასებ ალბათ. კი ბატონო. არა, იგება გზები ეს ტენდერები და ამ შემდეგ. აქ უკვე პროცედურული საკითხებია მეტი. ანუ ეფექტურია მაინც თქვენ თვლით ადგილობრივი ხელისუფლება. თვითონ ეს ადგილობრივი თვითმმართველობა ისევ ყოფილიყო რაიონი, მე მგონი ბევრი არაფერი შეიცვლებოდა რა. ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. გასაგებია. დიდი მადლობა ბატონ ზურა, მოკლედ თქვენ რომ შეაფასოთ და დავასრულოთ, მოკლე რეზიუმე თუ რაიმეს დამატება გსურთ? კი, დამატება ეხლა ზოგადად თვლი რომ ნუ ქალაქში ფაქტია რომ რაღაცები კეთდება, ეგეც არ დანახვა არ შეიძლება, მაგრამ პრინციპში მე მომხრე ვარ რომ უფრო ფორსირებული ტემპებით ხდებოდეს, იმიტომ რომ ზოგადად ხვდებით ჩვენ რა დროიდან მოვდივართ 90-იანმა წლებმა რა დღეს ჩააგდო ქალაქი, იგივე თავის დროზე ქალბატონმა თამარმა გაიხსენა დიდხანს მუშაობდი უნივერსიტეტში და ახსოვს ალბათ რა გზა იყო და სანამ იქამდე გადახვიდოდი რა დღეს ჩავარდებოდი ადამიანი. ბატონ ზურა, არ ხდება თუ ვერ ხდება აი ამ ტემპებზე საუბრობდით, არ ხდება ისე აქტიურად ამ პროექტებში? ხო, არა, მე ვისურვებდი რომ უფრო დიდი ტემპები ყოფილიყო.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ვერ ახერხებს ადგილობრივი ხელისუფლება უფრო სწრაფად განხორციელებას ამ პროექტების თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს უბრალოდ შეუძლებელია? იცით რა არის, მე შტაბ-ჭრილმა რჩება, რომ საკმაოდ შეზღუდულია ფინანსური რესურსები. ახალციხეში 2011-2012 წლებში დაიხარჯა დაახლოებით 40-50 მილიონი ლარის და არა ძირითადი თანხა მაინც ახალციხის ციხეზე იყო. არა მარტო ციხეზე, იცით, საკმაოდ ბევრი კერძო ინვესტორმა ჩადო, იგივე ბატონმა ზაზამ ახსენა, როდესაც ის გაიყიდა, რა ქვია, კინოთეატრი, რომელიც რეალურად საზოგადოებრივ საპირფარეშო იყო და იქ სმარტია ეხლა და სადაც რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული და საკმაოდ აქტიურია. სწორედ კერძო ინვესტიციებმა გააკეთეს იგივე სასტუმრო, იგივე ტბაზე რესტორნები, ტბა და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ ამ მიმართულებითაა სამუშაო ყველაფერი. მხოლოდ სახელმწიფოს და მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე ვერ გაკეთდება რა. ინვესტიციების მოზიდვაზე აკეთებს თქვენ აქცენტს, გასაგებია. იგივე იცით რა როგორი სიტუაცია ბატონი გიორგი წინასაარჩევნო ასე ვთქვათ სიტუაციის რეალურად არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის საზრუნავი იგივე თუნდაც ნებისმიერ ქარხანა არ ვიცი ყველის ქარხანა იქნება ჩიფსების ქარხანის გახსნა ზოგადად ბიზნეს გარემო უნდა შეიქმნას ისეთი რომ ბიზნესმენმა გააკეთოს და ასე რომ ამ მიმართულებით ადგილობრივად რა თქმა უნდა თვითმმართველობა უნდა გამოყოს ადგილები იგივე გასაგებია თუმცა ეს ბიზნეს გარემო როგორია ამაზეც ხშირად გვისაუბრია ჩვენ ბიზნეს გარემო როგორიცაა კი ხედავთ ქვეყანაში გასაგებია დიდი მადლობა ნინო თუ დაამატებთ რამეს გადაცემას ერთადერთი იმას დავამატებდი რომ იგივე ქალაქის მერია როგორც თქვით ეს თვითმმართველობის კოდექსი სულ რაღაც 1 წლის და რამდენიმე თვის წინ იყო მიღებული შესაბამისად ქალაქის მერია ეს არის უკვე ახალი ძალიან ახალგაზრდა ესე ვთქვათ უწყება რომელსაც ალბათ კიდევ გარკვეული გამოცდილების მიღება აუცილებლად დაჭირდება და პირიქით ალბათ ვთვლი რომ ამ ახალი კოდექსით რეალურად გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებისაკენ თუმცა მაინც არის გარკვეული სახელმწიფო პროგრამები რომლებიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის და ამასში თვითმმართველობა ვერანაირად ვერ იქნება ჩარეული დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ძალიან მოკლედ თუ ისურვებთ რაიმეს დამატებას იცით რა არის ხალხო, კარგი რაც არის, კარგი უნდა ვთქვათ. შეიძლება დღეს ახლა მეტნაკლებად დამოკიდებულება არ დამოკიდებულებას დეცენტრალიზაციაზე საუბარი, მაგრამ ნაბიჯი გადაიდგა, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგომში უფრო კარგი იქნება, შემდგომში უფრო გაუმჯობესდება. ამას უნდა მივეჩვიოთ. ჩვენ გადმოვხდით დამოუკიდებლობაზე და დავხვდით მე ზვიად გამსახურდია პირსისხლიანი დიქტატორი იყო. ამას რომ მოვეშვებით, ყველაფერი იქნება კარგად, ნელ-ნელა. ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, შეეშლება, თუ არ გააკეთებს, ის არ შეეშლება. მე სხვა მოვა და ის გააკეთებს. ამას როცა ვისწავლით და აღარ ვისაუბრებთ, გინდა თუ არა ჩვენ ვართ მამაზეციერები და დანარჩენები ყველა სისხლიანი ისინი იყვნენ და პირსისხლიანები იყვნენ, ყველას თავის შეხედულება აქვს და რო ვისაუბროთ, დიდი დრო გძგავა. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონ ჯიმშერ, თუ გნებავთ რაიმეს დამატება ძალიან მოკლედ, შემდეგ ბატონი გოჩა. ჩემი აზრით, მაგალითად, საერთოდ ვერ გავამართლა მერიის ინსტიტუტმა რა. რატომ? რატომ და ფაქტიურად კადრები არის გაბერილი, წეგან ქალბატონმა თამარემ აღნიშნა, რომ უფრო ნაკლები კადრებით არის დაკომპლექტებულიო სამსახურიო, მაგრამ როგორ არის ნაკლები კადრები დაკომპლექტებული, როდესაც გამგეობა იყო და საკრებულო იყო, წინ სანამ თვითმმართველი ქალაქი ჩამოყალიბდებოდა ხალხი, მანამდე მე თუ არ ვცდები 76-77 თანამშრომელი იყო. 77 თუ 78 და ამას დააკონკრეტებენ. ფაქტიურად. ბატონ ჯიმშე, რატომ ვერ გაამართლა კონკრეტულად რო ვთქვათ, მოკლედ რომ უნდა დავასრულოთ. იმიტომ ვერ გაამართლა, გაბერილი არის შტატები მეთქი ვამბობ, ფაქტიურად ბიუჯეტის თანხები რაც ქალაქის ბიუჯეტში არის, აქედან 20-22% ამათ ხელფასებზე მიდის, ამათ დანამატებზე, ამათ პრემიებზე მიდის, აი აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ ვერ გაამართლა. გასაგებია, დიდი მადლობა, ბატონ გოჩა, მოკლედ გისმენთ. მე ხედავ ერთ მთავარ პრობლემას ალბათ, რომელიც ალბათ უკვე ისტორიულად ამ ახალ საქართველოს ახალ ისტორიაში მოდის. მოდის ახალი ხელისუფლება და პროფესიონალები სულიან. ანუ კაცი, რომელმაც იცის წლები განმავლობაში ამა თუ იმ სფეროში მუშაობდა, იმის გამო რომ სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა, ის მიდის იმ სამსახურიდან. ჩვენ ალბათ უნდა გადავიდეთ პოლიტიკური შეხედულება და პოლიტიკა სულ სხვა რამეა და სამეურნეო საქმიანობა სულ სხვა რამეა. აი ესე ძალიან უშლის ხელს ბევრი კვალიფიციური ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, დღეს უმუშევარია და მოდიან
ახალი ისინი სანამ ისწავლია ალბათ ჯობია იმ ძველებს დაუყენოთ გვერდზე ახლები იმათაც ისწავლონ და მე მუდმივი არავინ არ არის და იმათ გააგრძელონ მუშაობა ეს ყველაზე დიდი პრობლემაა საკადრო პრობლემა არის ძალიან მწვავედ ეს მათ შორის ახალციხეში ახალციხეში ეს აისახება ყველაფერზე აბსოლუტურად ყველაფერზე გასაგებია შეიძლება ეს ვადაც არ ეყოთ ეს 4 წლიანი ვადა რომ ისწავლოს იმ ადამიანებმა თუ იმ სფეროში მუშაობა როდესაც არის კვალიფიციური კადრი ის უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა რა პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ის იმ სფეროს მცოდნეა და სპეციალისტია. გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. დიახ. სხვათა შორის მინდა რომ დავეთანხმო, იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი პროფესიონალიზმის მომხრე. მე არ ვამბობ რომ საერთოდ პროფესიონალიზმს პატივი უნდა ეცეს და ეს არის ვფიქრობ არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დამოკიდებულება შეიძლება პოლიტიზირებულია, ეს კიდე სხვა მიზეზებია, მაგრამ ყველა ადამიანმა, როგორც ითქვა აქ, რომ აი დასუფთავებაზე ყველა ადამიანმა პასუხისგებლობა უნდა აიღოს, აქაც ყველა ადამიანმა უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა და უნდა ვიცოდეთ პროფესიონალიზმის პატივისცემა და დანახვაც უნდა შეგვეცოს იმ გაკეთებული საქმეების. გარდა ამისა, ეხლა მე სხვა კითხვა რა შეიძლება ვთქვა, კიდევ ვამბობ, რომ როდესაც ისმება საკითხი, მე მინდა ამას თქვა, ამაზე პასუხი კი არ გავცე, უბრალოდ არის რაღაცა საკითხები, რომელიც ისმება, მე იმაზე ვთვლი ზოგჯერ საჭიროდ რომ პასუხი უნდა გაეცეს და აწმყო ესე ჰაერში არ არსებობს წარსული და ეს აწმყო კიდე წარსულიდან მოდის აწმყო და აწმყოდან მივდივართ მომავლისკენ როგორც ეხლა აქ მართალი დღეს ოპოზიციაში ვართ ერთმანეთთან მაგრამ აზრები გაჟღერდა დაუშვათ იქ რომ მარტო ადგილობრივ თვითმმართველობაზე ვერ გპასუხობენ არის საუბარი ცენტრალურ ხელისუფლებაზე რომ დამოუკიდებლად ესე განყენებულად ცხოვრებაში არაფერი არ არსებობს. რაც მინდოდა დამეტოვებინა რუსუდან და მართლა არ მინდა კამათის საგანი გახდეს. მედიაში იყო გაჟღერებული, გახსოვთ თქვენ, აი ეს კანონი მოვიტანე, დავტოვე. მე არ ვამბობ მარტო თქვენ მედიას, ძალიან ბევრგან წავიკითხე. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონი, იმიტომ რომ ამაზე სხვათა შორის გამოგვეხმაურნენ სხვადასხვა ხელისუფლების შტოებიდან, რომ ეს მოსაკრებელი არის ყველგან არის თქვენთანაც აბსოლუტურად და ამაზე დადგენილებაც კი მაქვს მოტანილი საკრებულოსი, იმიტომ რომ ხა საკანონმდებლო ორგანო ვარ და ამ დამოკიდებულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დამოკიდებულება უნდა იყოს სწორი. მე თქვენ იცით ვარ საჯარო ურთიერთობის მომხრე, ყოველთვის როდესაც ხარ საჯარო სამსახურში არ უნდა ერიდებოდეს საჯაროებას, კრიტიკასაც ავიტან ყველაფერს, მაგრამ უნდა იყოს ცოტა ობიექტური და კანონს არ უნდა ცდებოდეს და როდესაც ეს კანონი მიღებულია და ამბობენ სულ სხვა რამეს არ მინდა ეს თემა ამის გამო დავტოვე რომ თუ იმე დაინტერესდება ქალბატონო რუსუდან ეს კანონი იყოს აი ამოვიღე სპეციალურად ასლი და უნდა დააგიტოვოთ არა მე დღევანდელ დღეზე არა მაქვს საერთოდ ვამბობ ლაპარაკი კრიტიკა არის მიღებული მისაღები როდესაც ის არის ობიექტური ანუ გამოდის საქმიდან და არა კრიტიკა კრიტიკისთვის ან რაღაცა საქმე ეხლა ეს ასლის თქვენც იცით ალბათ ეს მედია საშუალებებში როგორ გაშუქდა აქ იყო სულ სხვა მიმართულება აქ არის საქართველოს კანონით დადგენილი 40 ფურცელზე მეტი როგორ უნდა გადაიხადო რომლის მიღების უფლება ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს უბრალოდ აქ წადგენს როგორც საგადასახადო საქმე მოსაკრებლები და დადგენილები კეთდება საკრებულოში ისევე კეთდება ამაზეც ხო აი ამ გასაჯარო ინფორმაციის გაცემას და მიეცა სულ სხვა კუთხე ეს არ არის დღევანდელი იმის თემა მაგრამ ეს არის სწორედ ის თემა რომ თვითმმართველობაში როდესაც ეს იწერება მედია საშუალებებში და მე ვკითხულობ ამას და სხვაებიც კითხულობენ იქ ამბობენ რომ სულ სხვა რაღაცას არ ვამბობ სპეციალურად იმ სიტყვას რასაც ამბობენ მაგრამ ეს არის სწორედ არაობიექტური შეფასება და იმ ადამიანებს ვისაც ეჭვეპარებოდათ შეუძლიათ აგერ აი მეცხრე არხის ტელევიზიაში ვტოვებ საქართველოს კანონს ბუნხლიც არის მითითებული ყველაფერი მთლიანად კანონიდან არის ამოღებული შემიძლია დადგენილებაც დაგიტოვოთ საკრებულოსი რომ გაერკვნენ და იყვნენ ინფორმირებულები ამაზე მაქვს ხოლმე საუბარი. კი ბატონო, დიდი მადლობა. თუ აქ ჩვენი სიუჟეტი იყო მხედველობაში, მე არ ვთქვი რომ იქ რაიმე არასწორიან. დიახ, იქ გაჟღერდა ხდომაზე დაიწყო ამაზე საუბარი და აპელირება და ეს რომ იყოს არ მინდა ნამდვილად, იმიტომ რომ ამ თემაზე ქონდა სიუჟეტი გაკეთებული და სწორედ ეს იყო აღნიშნული რომ კანონში მანამდე უკვე იდო ეს. ბატონო ზაზა, დიახ, მოკლედ უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ ძალიან გადავწყვიტით ჩვენ დროს.
თუ გინდათ რაიმეს დამატება და შემდეგ ბატონი გია შეაჯამებს. ახალციხის ქალაქ ახალციხის მერია საკრებულო მოწადინებულია იმისთვის, რომ იმ დროის შესაბამისად რა გამოწვევებიც არის ქალაქში, ამას უპასუხოს ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები იქნება თუ სხვა. და ჩვენ ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით, აი ამ დამოკიდებულებაში ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ და ეს გამოჩნდა უკვე რა ასე ვთქვათ, რა მიმართულებით მუშაობ და რას ვაკეთებ და მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო გია, ბოლო სიტყვა თქვენია, თქვენ უნდა შეაჯამოთ. რისი თქმაც გინდათ დღევანდელი გადაცემა შევასჯამოთ თემა? სასაჯამებელი ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად კამათში გავატარეთ მე და ირაკლიმ და თქვათ ჯიმშერმა და იმაზე ლაპარაკი მე რაზეც მინდოდა აქ ვერ ვილაპარაკე და მინდა გთხოვოთ რომ თუ სხვა გადაცემებში მოგცემთ ამის საშუალებას. მე მოვიდე და აქ ვილაპარაკო იმ პროექტებზე და იმ საქმიანობაზე, რომელზეც მე ეწევა. უბრალოდ მე ერთ რამეს ვიტყვი. მთელი რაიონის ბიუჯეტი 2013 წელში იყო 8 მილიონი. დღეს ორივე ბიუჯეტი, ორივე თვითმმართველობა არ მოგცავა არაფერიო მერე. 10 მილიონი არის მერიის ბიუჯეტი და 8 მილიონია რაიონის ბიუჯეტი, თემის ბიუჯეტი. ეს ფული, ამ ფულიდან 25%-ო ხელფასების სახით ხო? ხელფასების სახით 25%-ზე ზევით ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ გავცეთ. და 22%-ია თუ 18 ეგ დაითვლება და პრობლემა არ არის, მაგრამ ის ფული იხარჯება ეფექტურად. მე ვთვლი რომ დღევანდელ საჯარო მოხელეებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ძალიან დაბალი. ეს არ არის მერზე ლაპარაკი და თქვათ მის მოადგილეებს, საჯარო მოხელეებს. ამიტომ მათ უნდა ქონდეთ უფრო მეტი ხელფასი, რომ უფრო მეტი აკეთონ და უფრო მეტი საქმე აკეთონ და მოთხოვნა იყოს. რაც შეეხება თვითონ მერიის არ გამართლებას, დღეს მერია არის 1 წლის შექმნილი ზუსტად. 1 წლის. თავის პრობლემებით, თავის შენობებით, თავის ყველაფრით და ჩვენ ისეთი ჩვენი წინამორბედისგან, თქვათ, წინა მუნიციპალიტეტისგან ისეთი პირობები დაგვხვდა, რომ ჩვენ ფაქტიურად მოვუნდით აქამდე იმ ქონების აღწერას, მის დამზადებას. დიახ, მის აღწერას და მის გაკეთებას და მის ქალაქისთვის დაკანონებას. რომ, როდესაც მოსახლე მოვა, თქვათ, რაღაცის ქირაობა უნდა, ჩვენ უკვე საშუალება გქონდეს მივაქირავოთ, ან მივცეთ ის ადგილი. ამიტომ პრობლემები ბევრია, მე ნინოს ვეთანხმები, იყო, არის, იქნება, ჩვენი მოწადინებული ვართ, რომ ეს გადავლახოთ და მე არ მინდა ხა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე ვარ არჩეული. დიახ. და ვინ ჩემი მოწინააღმდეგები იყო, ზოგმა 200 ხმა მიიღო, ზოგმა 300 და მე 3000 მივიღე, სიტყვაზე ვამბობ. დიახ. ეს იმიტომ მივიღე, რომ ის ხალხი მენდობოდა და თუ არ გავამართლებ მეორე არჩევნებზე არ ამირჩევენ ეს ადამიანები. ისინი ენდობოდნენ ჩემ წარსულს, რომლითაც მე ვცხოვრობდი, ვიყავე, მოვდიოდი და მე ვიყავე ერთხელაც. და მაშინ რა გამოწვევებიც იყო, იმ გამოწვევებს ვებრძოდი. მაშინ იყო მხედრიონი, მაშინ იყო უსინათლობა და ვებრძოდი ამას, ამ გამოწვევებს. დღეს ახალი გამოწვევებია, მაგ გამოწვევებს ვებრძოდი. თამარს დავეთანხმები ერთ თავარში და მოგიწოდებთ თქვენ იმ დროს დადეთ, რომ მე მოვუწოდებ, რა ქვია, მედიას რაღაც ფორმატს და ამ ფორმატში. მე მოგიწოდებთ სიმართლის ფორმატს, მეც არაფერს. დანარჩენი ფორმატი ჩემთვის მიუღებელია და არ არსებობს. ვილაპარაკოთ სიმართლეზე, ვილაპარაკოთ ის, რაც ნამდვილად ხდება, თუ ცუდი ხდება, ცუდი ვთქვათ, მაგრამ ვთქვათ კარგიც, რაც ხდება კარგი. აი ეს მინდა აქეთკენ მოგიწოდოთ. დანარჩენ ახლა თქვენ არ ხართ ეს ადამიანები, მე ვინმეს თავი მოხდა. არც მე ვარ ეს პიროვნება, რომ მოხვევები რაღაცა მინდოდეს ადამიანს. საერთო ჯამში თვითმმართველობის შექმნა აი ამ ფორმატით, რაც ახლა მიმდინარეობს და თვითმმართველი ქალაქის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების კი არის პრობლემები, რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს გადალახვადია და გადაილახება. მე ამას წინათ ვეუბნებოდი ერთ ჟურნალისტს. რითი მოქმედებთო თქვენო ბატონო? მე მოქმედებ თვითმმართველობის კოდექსით. რომელიც კანონი კი არ არის, კოდექსია. ეს ცოტა სხვადასხვაობაა, ირაკლიმ კარგად იცის რა განსხვავებაც არის ამასა და კანონსა და კოდექსს შორის და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამით მაქვს ძალიან ბევრი უფლებები მონიჭებული, რომელიც შემიძლია გავნახორციელო. ეხლა მეორე მხარეა ამას შევძლებ, ვერ შევძლებ, ეს მეორე მხარეა. ეს ჩემი სისუსტე იქნება თუ ვერ განახორციელებ. კანონი არსებობს, განახორციელებ და მინდა ჩვენ მეგობრებს მოუწოდო კიდე კონსტრუქციულებისკენ. ჩვენ ვიყოთ კონსტრუქციულები. ერთმანეთს ქალაქელები ვართ, ქალაქი ჩვენია, თვითმმართველობა წავა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ისევ ამ ქუჩაში უნდა ვიყოთ, ერთმანეთს მივხვდეთ, ამიტომ ნუ გადავართ პირად შეურაცხყოფებზე, ნუ გადავართ რაღაც ისეთ თემებზე, ვიყოთ
ობიექტურები იმ ყველაფერს და დავინახოთ რაც კარგი კეთდება და თუ არ კეთდება და თქვათ ისინი ხედავენ ობიექტურად ვილაპარაკოთ ამაზე, არა შეურაცხყოფებით და კი ბატონო, ბატონგე სიამოვნებით დაგპატიჟებთ კიდევ ერთხელ გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარი იყო მე არ მომეცა საშუალება, რომელსაც ვერ უპასუხეთ. სიამოვნებით ვიღებ თქვენ შემოთავაზებას, ასევე მიიღეთ ჩემი მე არ მომეცა ბევრი ამ საშუალება. პატიჟებ ქალაქის მერიას გადაცემაში და იმედია მალე შევხვდებით იმ ფორმატში მაყურებელს და უპასუხებთ მაყურებლის ზარებსაც, რომელსაც სამწუხაროდ დღეს ვერ უპასუხეთ. დიდი მადლობა ყველა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 1 წელი გავიდა და აი ამ 1 წლის მუშაობას ვაფასებდით ადგილობრივი ხელისუფლების. ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი ბატონი გიორგი კოპაძე, ქალაქ ახალციხის მერი, ბატონი ზაზა თამარაშვილი, ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე, ქალბატონი თამარ გოგოლაძე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ჯიმშერ გოგოლაური, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ბატონი ზურა სადათიერაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბატონი გოჩა ათოშვილი, საქართველოს ძალოვანთა, ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, ბატონი ირაკლი ბარძიმაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგა, ქალბატონი ნინო ლომიძე, World Vision-ის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.